საღამომშვიდობის. დაგლოცეთ და მაყურებელს ვთქვით გაზიარება არ გაიზარდეთ, ჩემი ხმა გაურებულად შემოდის და მიკროფონს გავლოცოთ. ღმერთმა ყველა დაგლოცოთ, პირადად თქვენ თეკლა და ჩვენი ძვირფასი მაყურებელი. დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, იმისთვის რომ დროს პოულობთ და ამ სივრცეში შემოდიხართ, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ კი აქ ბევრი არ გვიყურებს ხოლმე, მე სხვადასხვა სივრცეებში ვრცელდება ეს ვიდეოები და აუცილებელიც არის. როგორც დავთქვით და დაგპირდით, თქვენ შეკითხვებზე, მაყურებლის შეკითხვებზე ვართ დამოკიდებული, შეგიძლიათ გამოგზავნოთ კითხვები სულიერებასთან დაკავშირებით, რა კითხვაც სულიერ მოძღვართან და მამაოსთან გექნებოდა. დაგვისვით კითხვები, გავუჟღერებ მამა გიორგის და ის სრულყოფილად გულიანად აგიხსნით ყველაფერს. მამაო, სანამ მაყურებლის შეკითხვა წამოვა, მანამდე პეტრე პავლობის მარხვის არსზე და მნიშვნელობაზე რო გითხრათ რამოდენიმე სიტყვა. მამა გიორგი არის მის თქვენი ხმა მიკროფონს გირთავთ ეხლა. ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ცნობილია, რომ წელიწადში არსებობს 4 კალენდარული მარხვა. გახლავთ შობის მარხვა, 40 დღიანი, აღდგომის მარხვა, დიდი მარხვა, შემდეგ პეტრე პავლობის მარხვა და შემდეგ მარიამობის მარხვა. სამწუხაროდ ძალიან ბევრ თანამედროვე ქრისტიანს გემოთ მოყარეობა ახასიათებს ბევრ რამეში და განსაკუთრებით მარხვაში. როგორ გავიგოთ? აი მე შევინახე დიდი მარხვა და ეხლა ეს პატარა მარხვები აღარ არის საჭირო. ეს ნიშნავს იმას, რომ ქრისტიანმა ზოგმა არ იცის რა არის მარხვა. მოდი ჯერ სიტყვა განვმარტოთ, რას ნიშნავს მარხვა. ძველი ქართული სიტყვა დამარხვა ნიშნავს რაღაცის გარკვეულ შენახვას, აი როდესაც ადამიანი გარდაიცვლება, რას ვაკეთებთ, ხო, მას დავკრძალავთ, ხო, მიწაში. ანუ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვიმარხავთ, ვიცავთ, უფრთხილდებით გარკვეულ პერიოდში ჩვენ სამხსარებლობას. აი რუსულში არის პოსტ. პოსტი არის რაღაც საგუშაგო, სადაც დარაჯი შაშხანით ხელში იცავს გარკვეულ პერიმეტრზე გარკვეულ ობიექტს. და მარხვაში მე ჩემი ამხსარებლობა უნდა დავიცვა უფრო მეტად, ვიდრე ვიცავდი მხსნილში. ანუ განსაკუთრებულ მდგომარეობაში გადავდივართ, ეკლესია აცხადებს მარხვას და თუ ხარ შენ მართლმადიდებელი ქრისტიანი, არ უნდა თქვა რომ მე ამ მარხვას შევინახავ, ამ მარხვას არ შევინახავ, უნდა დაიცვა ყველა ის წესი და განგებულება, რაც განაჩინა ეკლესიამ ამა თუ იმ მარხვაში. რა თქმა უნდა, ყველაზე უფრო ღრმა, უფრო დიდი დანიშნულების და ხანგრძლივობის გახლავთ დიდი მარხვა, სააღდგომო მარხვა, მაგრამ თავთა მოციქულთა პეტრე და პავლეს სახელზე დადგენილი მარხვა საჭირო და აუცილებელია ყველა ჩვენთაგანისთვის. აი პირველ რიგში რა მოგვეთხოვება პეტრე პავლობის მარხვაში. რადგანაც ეს მარხვა დადგენილია თავთა მოციქულთა პეტრე და პავლეს სახელზე, ჩვენ პირველ რიგში უნდა გავწიოთ, აღვასრულოთ მისიონრობა. ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი არის მისიონერი. ანუ ჩვენ უნდა ვიქადაგოთ ჭეშმარიტი ამხსარებლობა საზოგადოებაში. როგორც შეგვიძლია, როგორც პავლე მოციქული არიგებს ტიმოთეს, იქადაგე ჟამიერად და უჟამოთ, დროულად და უდროოდ. როგორც გექნება ამის საშუალება, სადაც იქნები, იქადაგე, ანუ ადამიანებს აუწყე ჭეშმარიტება. არის ადამიანი, რომელიც აცხადებს, რომ მე მერიდება, რა სიტყვიან ჩემზე, ესენი არ არიან მზად, ესენი არ არიან იმისთვის, რომ მე ახლა ვიქადაგო და რამე ვესაუბრო და არიან ხანდახან ჩუმად ერიდებათ, მსხვენიათ, რომ თქვან მარხვაზე არიან და ადამიანებს აუწყონ ჭეშმარიტება, აუწყონ ქრისტეს სახელი, აუწყონ ცხონების შესახებ სწავლება. ძალიან საინტერესოა პეტრეს და პავლეს ცხოვრება.
ორივე ცხოვრება ერთად წერია ახალ აღთქმაში საქმე წმინდათა მოციქულთაში. როგორ იქადაგა პეტრემ და მოექცა 3000 ადამიანი. როგორ მოექცა სავლე და გახდა პავლე. როგორ გამოეცხადა მას იესო ქრისტე და პავლემ როგორ დაუსვა ორი შეკითხვა. ვინ ხარ შენ უფალო და რა გსურს მე რომ გავაკეთო. აი ამ მარხვაში განსაკუთრებით ჩვენ ეს შეკითხვა როგორც საკუთარ თავს, ისე სხვა ადამიანებს უნდა დაუსვათ, რომ ვინ ხარ შენ და რას აკეთებ. თუ შენ ხარ ქრისტიანი, რატომ არიცავ ქრისტეს მცნებებს და თუ არა ხარ ჯერ ქრისტიანი, რაღაც უყურებ. ხო? ხლა იტყვის ზოგი არ მცალია, ეხლა შებულება მაქვს, რა დროს მარხვა უნდა წავიდე, დავისვენო და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა დაისვენოთ, უნდა წახვიდეთ ქალაქ გარეთ, მაგრამ სული ამ დროს არ ისვენებს. სულს ყოველთვის სჭირდება სულიერი საკვები, სულს სჭირდება უფალთან ურთიერთობა და ჩვენ რომ ხორციელად დავისვენებთ, სული არ უნდა დამძიმდეს ამ დროს. ეს როგორ გავიგოთ? როდესაც ჩვენ ქალაქ გარეთ გავედით და ერთხელაც არ გვილოცია, არც ეკლესიაში მივსულვართ, არც სახარება, არც აგვიკითხავს და რა დროს ახლა ეს არის, მე უნდა ჩემი კუთვნილი შვებულება კოტრიალში უნდა გავატარო და რა დროს ახლა ამ სიცხეში ახსარება და ზიარება და ასე შემდეგ. ჩვენ არავინ არ ვიცით, როდის მოგვიწევს ამ სოფლიდან გასვლა. ის უჩინო სიკვდილი ყოველთვის ფეხთაფეხ დაგვდევს. ამიტომ თუ შენ ხარ მორწმუნე ადამიანი, ყოველთვის სულიერად და ხორციელად უნდა იყო ფორმაში. ფორმაში ნიშნავს იმას, რომ დილა რო გათენდება, მადლობა შეწირო ღმერთს. მერე წაიკითხო სახარება, გახვიდე და ადამიანები მოიკითხო. კი არ იჭორაო და აუგი კი არა თქვა არავიზე, მოიკითხე თუ ვინმე ნაღვლიან ადამიანს შეხვდებით, დაამშვიდე, ანუ გეშე, დალოცე, რჩევა მიეცი და ასე შემდეგ. თუ რა თქმა უნდა ადამიანს არ აინტერესებს, ჩვენ თავზე არ უნდა მოვახვიოთ არც მარხვა და არც ლოცვა. არის ესეთი მდგომარეობაც, რომ არავინ არაფერს არ გვეკითხება და ჩვენ უაზროდ ვიწყებთ ამ დროს ქადაგებას. არც ასე არ შეიძლება. ჩვენ ისეთი საინტერესო დიალოგი უნდა წამოვიწყოთ, რომ საზოგადოებას თვითონ გაუჩნდეს კითხვები, რომ თქვენ მარხვაზე ხართ. აი მეც მინდა რომ მარხვა შევინახო და როგორ მოვიქცე, რა წერია, რომელი სახარება წავიკითხო, საიდან დავიწყო. ესე მარტივი არ არის რომ ადამიანს უთხრა, აი შენ დაიწყე ბიბლიის კითხვა. არა, შენ რჩევა უნდა მისცე კონკრეტულად, რა ადგილები წაიკითხოს, რა მონაკვეთებია უფრო საინტერესო დამწყები ადამიანისთვის, ხო? ძალიან რთულია, ესე მარტივად ნუ უყურებთ ამ ყველაფერს, ხო? ადამიანი არის ძალიან საინტერესო არსება და ჩვენ ადამიანს უნდა უთხრათ, რომ შენ ხარ გონიერი არსება. შენ გაქვს თავისუფალი ნება და ღმერთს ამით გავხარ შენ. აი მაგალითად ხვალინდელი სახარება ძალიან საინტერესო სახარება და ყველამ უნდა ვიცოდეთ, როდესაც ჩვენ წირვაზე მივდივართ, პირველ რიგში უნდა გვაინტერესებდეს, რომელი სახარება იკითხება, რაზე ამახვილებს ყურადღებას ეკლესია. და უფრო მეც გეტყვით კიდევ, რატომ არ უნდა ადამიანს იცით ტაძარში მისვლა? არ იცის ტაძარში რა ხდება და იმიტომ როცა ადამიანს აუხსნი რომ შენ ტაძარში რომ მიდიხარ და ტაძარში ლიტურგია, ანუ წირვა აღესრულება, შენი სული წარსულში მოგზაურობს. ეგ როგორ გავიგოთ? ანუ შენ გახსენებს ეკლესიას სამოთხეში, გაბრუნებს და შეგახსენებს რომ შენ ოდესღაც ედემში ცხოვრობდი და იქიდან გამოგაძევა ღმერთმა და აი ამ სოფლის ჭირვარამიდან რო შედიხარ ტაძარში, უნდა იგზნო თავი, როგორც ედემში იყო ადამი და ყური დაუგდო წირვას. წირვა იწყება როგორ? კურთხეულია მეუფება მამისა, ძისა და წმინდისა სულისა. ანუ ეკლესიას დროში შემოყავს ღმერთი. რა საინტერესოა, მერე გამოაბრძანებენ სახარებას და
ღმერთი გელაპარაკება სახარებიდან და ბოლოს მოძღვარი გაზიარებს. ზიარება რა არის? ზიარება არის სისხლი და ხორცი ქრისტესი, ანუ სიცოცხლის ხიდან გაძლევს საკვებს, რომ შენ გადარჩე. ანუ თუ შენ წარმოიდგენ, რომ ედემში ხარ და როგორც ადამი, ისე იმყოფები იქ და წარმოიდგენ და მოусმენ, რომ მღვდელმა მოითხოვა ღვთისგან სასუფეველი, სახარება წაგიკითხა და გაზიარა, ბოლოს გიქადაგა, დაგამშვიდა, განგიმარტა, აი ხვალინდელი სახარება, პირველივე მუხლი. მე თანამედროვე ქართულად ვიტყვი, ადამიანის სხეულის სანთელი სანათი არისო თვალი. თუ შენი თვალი არისო ნათელი სუფთა, შენი სხეულიც სუფთა იქნება. ამას განმარტება ჭირდება. როგორ? სანთელში იგულისხმება ადამიანის თვალი, თვალში იგულისხმება გონება. ანუ თუ შენი გონება არის ნათელი, შენი სხეული და შენი სული იქნება ნათელი. მაგრამ თუ შენი გონება იქნება ბნელი, მაშინ შენც იქნები სიბნელეში. შეკითხვა, როგორ გავიგოთ ჩვენი გონება არის ნათელი თუ ბნელი? რა საინტერესოა რა, რამდენს არ უფიქრია ამაზე ჩვენი გონება არის ნათელი თუ ბნელი. ყველას გონია რომ განათლებულია, მოაზროვნეა, ბევრი წიგნები აქვს წაკითხული, ნასწავლია, მცოდნეა, კი ბატონო ქართველები განსაკუთრებით. მაგრამ აბა დაუკვირდეთ კარგად, მე შეგახსენებთ, ღმერთმა ორადორი არსება შექმნა გონიერი. უსხეულო არსება ანგელოზი და სხეულში მყოფი ადამიანი. მაგრამ ორივემ არასწორად გამოიყენეს თავისუფალი ნება და გონება და დაეცა ჯერ ზეცაში ნათლის ანგელოზი და გახდა მოწინააღმდეგე, ანუ სატანა და შემდეგ ეს დაცემული სული აცდუნებს ადამს სამოთხეში და ისიც დაეცემა. ესე იგი, გონიერ არსებას ქონდა თავისუფალი ნება და აზროვნება, მაგრამ თავისუფალი ნების არასწორი გამოყენებით დაკარგა თავისუფლებაც და დაკარგა ნორმალური აზროვნებაც. ანგელოზმა, რომელმაც არასწორად გამოიყენა თავისუფალი ნება, ეს ყველაფერი მან გააზრებულად გააკეთა. ვინმემ კი არ აცდუნა, ვინმემ კი არ შეაცდინა, ის გააზრებულად ცდება და გააზრებულად განუდგება ღმერთს. და რადგანაც ანგელოზმა გააზრებულად შესწოდა, მას უკვე სინანული აღარ შეუძლია და მისი გადაწყვეტილება არის საბოლოო. მაგრამ ადამიანთან შედარებით უკეთ არის საქმე. ადამიანი აცდუნა გარეძალამ, ანუ ეშმაკმა, თავისმა ქვემზიდმა ბუნებამ, მისი ბუნება სხეული აღებულია მიწიდან და მიწისგენ იყო მიდრეკილი და არასრულყოფილმა ცოდნამ. დასკვნა, თუ შენ გონიერი არსება ხარ და თავისუფლება გაქვს, უნდა იცოდე, რომ შენი თავისუფლება გონივრულად უნდა გამოიყენო და დაბრუნდე ედემში. როგორ? ტაძარში უნდა მიხვიდე, მოძღვართან სახარება მოისმინო, აღსარება თქვა და ეზიარო. ეხლა კარგად დაუკვირდით, თუ შენ გონიერი არსება ხარ, აზროვნებ, მაგრამ თავისუფალი არ ახარ, რაში გჭირდება ეგ აზროვნება? ტყუილად აზროვნებ, თუ თავისუფალი არ ახარ. აი პატარა ბავშვი რომ გაუშვა, წარმოიდგინეთ, თუ ის არ აზროვნებს და თავისუფალია, სადღაცას გადაიჩეხება, ხო? ასევე არის ადამიანიც. მე თუ აზროვნებ, მაგრამ თავისუფლება არ მაქვს, ვერაფერში ვერ ვიყენებ ამ აზროვნებას, მაგრამ თუ თავისუფალი ვარ, მაგრამ ვერ ვაზროვნებ, რაში მჭირდება ეს თავისუფლება, სადღაცას გადავიჩიხები. ანუ გონიერი არსება ხარ მაშინ, როცა აზროვნებ ხარ და ხარ თავისუფალი. აზროვნება თავისუფლების გარეშე არაფერში არ გამოგვადგება და არც თავისუფლება გამოგვადგება აზროვნების გარეშე. ესე იგი შენ ჰომო საპიენი, ჰომო რელიგიუსი, გონიერი ადამიანი ხარ მაშინ, როცა ხარ თავისუფალი და ამ თავისუფლებას გონივრულად იყენებ და მიდიხარ შემომქმედისკენ, ვინც შენ მოგანიჭა თავისუფლებაც და გონიერებაც
და უკვე ხარ გონიერი არსება, მაგრამ ეხლა დაუკვირდეთ კარგად, რამდენი ადამიანი არის მოაზროვნე და თავისუფალი. ძალიან ცოტა, ხო? ზოგს გონია, რომ კარგად აზროვნებს ბიზნესში, ან რაღაც სპორტში, ან პოლიტიკაში, ან რაღაც გარკვეულ აღება-მიცემაში, გადასარევად ესმის ვაჭრობა, პოლიტიკა, ხელოვნება, ხო? გასაგებია და ძალიან კარგია. მაგრამ ჩვენ წინა გადაცემაში რა ვისაუბრეთ? ჩვენ ცხოვრებაში ვინ უნდა დავაყენოთ პირველ ადგილზე? ღმერთი, ნეტარი ავგუსტინე ამბობს, ხო? ეხლა თუ მე ღმერთისგან დაშორებული ვარ, დაცემული ვარ და ჩავარდნილი ვარ ხაროში, ანუ ორმოში. და იქიდან ვერ ამოვდივარ და არც მაქვს სურვილი რომ ამოვიდე. რამდენი თანხას გინდა ვიშოვნო, რამდენი გადაცემას გინდა ვნახო და კარგად ვერ ვკევოდე პოლიტიკაში. ორმოში ვარ ჩავარდნილი და მე თუ პირველი რიგში ორმოდან ამოსვლა არ მინდა და ვერ ამოვდივარ და არც აზროვნება მაქვს ამისი და არც თავისუფლება ვიჯდე მე ორმოში და უყურო გადაცემებს გავერთო, ვისაუბრო პოლიტიკაზე, სპორტზე, ვინ ვის სცემა, ვინ ვის დაასისხლიანა, ხო? როგორია ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა და რა აზრი აქვს მე თუ ორმოში ვარ და იქიდან ამოსვლა არ მინდა. მე ვარ გონიერი ადამიანი, არა ხო? მოდი ჯერ ორმოდან ამოვალ თავისუფალი ნებით და აზროვნებით და მე ვიფიქრებ ამ ქვეყნიურ საკითხებზე. დღეს როგორ არის? არავინ ერთეულების გარდა არ ფიქრობს არავინ და არც წარმოუდგენია რომ ორმოშია, ხო? უბრალოდ დეპრესიას ვერ იგებს რა არის. რატომ აქვს სევდა, რატომ აქვს ნოსტალგია, რატომ ეშლება ნერვები ყველაფერზე, პატარა რამეზეც კი. შენ ხო განათლებული ადამიანი ხარ, შენ ხო ნაკითხი ხარ, რატომ ყვირი ხარ, რატომ ბილსიტყვაობ, რატომ განიკითხავ, რატომ იწყევლები, რატომ გშურს. ამას პოლიტიკიდან ვერ გაიგებ, ამას ვერც სპორტიდან ვერ გაიგებ, ამას ვერც ხელოვნებიდან ვერ გაიგებ. სად უნდა გაიგო? სახარებაში, ტაძარში, მოძღვართან, ეკლესიაში, ხო? ეს არის მთავარი, ეს არის გონებითობა. ადამიანი და ცხოველი გონებითობით განსხვავდება. ძაღლმა არ იცის ვინ არის მისი შემომქმედი. ძაღლმა არ იცის თვითონ ვინ არის, სარკეში რო ჩაახედო ძაღლი, ყეფას დაუწყებს. ძაღლს შეუძლია ორი ძირითადი უნარი აქვს, გულისწყრომა და გულისთქმა. გაუბრაზდები შემოყეფავს, საკვებს დაუყრი, კუც კი ქიცინებს, ხო? ეს არის მისი სამშვინველი, მისი ინტელექტი, მისი სიცოცხლე. ადამიანს გულისწყრომაც შეუძლია, გულისთქმაც შეუძლია, მაგრამ ადამიანს შეუძლია აზროვნება. ადამიანს შეუძლია შემომქმედი შეიცნოს, ადამიანმა შეიძლება გაარჩიოს რა არის კარგი და რა არის ცუდი, დაწეროს ლექსი, წაიკითხოს, დახატოს, იმღეროს. ეს ყველაფერი არის უკვე გონებითობა და ადამიანი და ცხოველი გონებითობით განსხვავდება და თუ ეს გონება დილას რო წაიკითხება, სახარება გვეუბნება, ეს არის მათეს მე-6 თავის 22 მუხლი. თუ შენი გონება ბნელია, მაშინ მთელი სხეულიც ბნელი იქნება, ხო? და თუ შენი გონება ნათელია, ანუ შენ აზროვნებ, თავისუფალი ხარ, რა ბედნიერი ხარ, ხო? ახეთ რას ამბობს ქრისტე, უпростоრეთ იოანე თავის სახარებაში, რომ სანი ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგანთავისუფლებთ თქვენ. თუ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა უფრო ეროვნული იყოს, უფრო სულიერი იყოს, უფრო წარმატებული, უფრო გაბრწყინებული და ნათელი მომავალი გქონდეს, ჩვენ უნდა ვიყოთ მოაზროვნე არსებები, ჩვენ უნდა განთავისუფლდეთ ცოდვის და ვნების მონობიდან, განთავისუფლდეთ, ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენი თავისუფალი, ვიაზროვნოთ და რაც მეტი ადამიანი განთავისუფლდება ვნების და ცოდვის მონობიდან, მით მეტად ბედნიერი ადამიანი ბევრი იქნება საქართველოში და არ იქნება მოიმედე დიდი ქვეყნების, აი ის ქვეყანა დაგვეხმარება, ეს ქვეყანა დაგვეხმარება, აი იქ უნდა შევიდეთ, აქ უნდა გამოვიდეთ. რა ვიცი, ბავშვობიდან რაც თავი მახსოვს, სულ სადღაცა შევდივართ, გამოვდივართ და მაინც 50 წელს გადავაბიჯე
და მაინც ისევ მიტინგები, ისევ უკმაყოფილობა, ისევ შფოთი, ისევ აურზაური, რატო? ჩვენ ვართ მონობაში, ჩვენ იესო ქრისტე რატომ არ მიიღეს სიცით ებრაელებმა? მაშინ იუდია იყო რომის იმპერიის მონობაში. და ებრაელებს უნდათ ისეთი მესია მოსულიყო, რომელიც რომის იმპერიიდან გაანთავისუფლებდა მათ და მსოფლიოში გააბატონებდა. ასეთი იქნება ანტიქრისტერო მოვა ქვეყნიერებაზე. და ქრისტეს უნდა რომ ებრაელები ცოდვის მონობიდან, სიამაყიდან, ეგოიზმიდან გაანთავისუფლოს ჯერ და მერე აჩვენოს რა არის თავისუფლება. თუ შენ არ ახარ თავისუფალი ქვეყანა, როგორ იქნება თავისუფალი, ხო? ჩვენ ხო ქვეყანას წარმოვადგეთ, საქართველოს მოსახლეობა. ყველაზე დიდი საგანძური ჩვენი ქვეყნის რა არის? მართლმადიდებელი სარწმუნოება. მარტო ესე ყოყოჩობით, რომ აი ჩვენ ყანწვებით ხელში მართლმადიდებლები ვართ და საქართველოსია კვართი და ღვთისმშობლის სარტყელი და თქვენ მარხულობთ? არა, იცი მე მარხვას ვერ ვინახავ. მაგრამ უგდლების მჯერა სანთელს ვანთებ, ცხარი მიმყავ. ვის ჭირდება ასეთი სარწმუნოება, ჩემო ძვირფასებო? ნებისმიერი ადამიანი თეკლა გააჩერე ქუჩაში და კითხე სარწმუნოების სიმბოლო მწამსი იცით? მხრებს აიჩეჩავს რა სარწმუნოების სიმბოლო? აბა ნათლიათ როგორ მიდიხარ? შენ ნათლიობა მოგანდა ოჯახმა და სარწმუნოების სიმბოლო მწამსი არიცი რა არის? არიცი რა გწამს? მაგრამ იცი რომ დავით აღმაშენებელი თამარი მართლმადიდებელი იყო. მაგრამ დავით აღმაშენებელი წელიწადში 24 ჯერ კითხულობდა 60 ქულოს. წიგნები ურმით დაქონდა და ამბობდა რომ კაცთა უდიდესი ბედნიერება წიგთა მოძღვრება იარს. და დღეს თანამედროვე საზოგადოება განსაკუთრებით რელიგიურად უწიგნურები ვართ, პირდაპირ ვიტყვი. ჩვენ პროტესტანტები ხშირად დაგვსინიან, რომ მართლმადიდებლები ეამბორებით სახარებას, მაგრამ არ კითხულობდო. კვირას მამაომ სახარება რო წაიკითხა, ნუ თუ არ გაინტერესებს ეგ სახარება, რატომ არ უცდი წირვის მერე განმარტებას, რომ გაიგო რა მარგალიტები, ასე თქვა, წამოვიდა იმ სახარებიდან. ჩვენ მარტო ვეზიარებით, მარხვას ვინახავთ, რძის ნაწარმზე კურთხევას ავიღებთ და ეგ არის ჩვენი მარხვა და ეხლა ველოდებით რომ ჩქარა დამთავრდეს მარხვა და მე ისევ დაუბრუნდე ძველ ცხოვრებას. მაპატიეთ პეტრე მოციქულის სიტყვებია, ძაღლი თავის ნარწყევს უბრუნდება და ღორი ტალახიან გუბეს. არ გეწყინოთ, ჩემი სიტყვები არ არის, ასია ძალიან ბევრი ქრისტიანი. ამიტომ მარხვაში განსაკუთრებით უნდა გაგვახსენდეს, რომ გონიერი, თავისუფალი არსებები ვართ და სახარების კითხვით, ახსარებით, ზიარებით და საკვების მოკლებით, ხლა თქვენ როგორ ფიქრობთ, საკვებს მე რას შევჭამ და რას არ შევჭამ, ღმერთს ეს ძალიან აინტერესებს? რა თქმა უნდა, არა. უბრალოდ ღმერთს უნდა რომ ჩვენ ნებისყოფა გამოვიმუშაოთ, აი ძალიან რო ცხელა და ძალიან მინდა ეხა ცივი ლუდი და ვიტყვი რომ ეხლა მე მარხვაზე ვარ და არ დავლევ ცივ ლუდს. აი რაღაცაზე უარს რო იძახი, ნებისყოფა რო გამოვიმუშავე და გაიხსენე რომ შენმა წინაპარმა იმ აკრძალული ხილის მიღებით დატოვა ედემის ბაღი და ჩვენ რამდენი წვრილმანის გამო ტოვებთ ეკლესიას და არ მივდივართ, ვაცხადებთ რომ უამრავი საქმეები გვაქვს. ისედაც დასუსტებული ვარ, რა დროს მარხვა არის ეხლა. ხო, დიდი ხანია ხორცი არ მიმიღია და კიდე მარხვა მინდა მე ეხლა. დიდი ხანია ხორცი რო არ მეგიღია, გაჭირვებული ცხოვრების ბრალია. მაგრამ ხორცის მიღება რო შეგიძლია და არ მიიღებ, აი ეს არის მარხვა, რომ უარს ამბობ ხორციელ სიამოვნებაზე, რომ სული გავაძლიერო, სული გავამხნეო, რომ მე ვარ ვერტიკალური არსება, ჰომო საპიენი, მოაზროვნე, თავისუფალი და მე მივდივარ ჩემი შემომქმედისკენ. მაგრამ თუ მე აქ დედამიწაზე არ მარხულობ, არ ვეზიარები, ტაძარში არ დავდივარ და წირვას არ ვესწრები, ჩემთვის უცხო იქნება 64. რამე თუ 64, როგორც მამები ამბობენ, ეს არის დაუსრულებელი
ლიტურგია, ნახეთ რა საინტერესოა. დაუსრულებელი ლიტურგია, რომ სულ გალობა, სულ წირვა, სულ ლოცვა, სულ სიყვარული, სულ სიხარული, აი სულ უფალთან ურთიერთობა, როგორც გრიგოლ ნოსელი ამბობს, მარადის საკუთარ თავზე მაღლა. აი ეს არის ეს ყველა ახალგაზრდამ უნდა გაიგოს, რა ძვირფასი სიტყვებია, რომ მიღწეულს კი არა უკმაყოფილდები, რომ მე ყოველ დღე მუშაობ ჩემ თავზე, უფრო მეც ვკითხულობ, უფრო მეც ლოცულობ, უფრო მეტ ქველმოქმედებას აღვასრულებ, რომ მე საღამოზე ვკითხო ჩემ თავს. აბა მე დღეს ვის რა ვარგე, აბა რა წავიკითხე, ვის მოუშალე ნერვები კი არა, ვინ დავამშვიდე, ვინ გავახარე, ვინ ვანუგეშე, ვის მოვეფერე და სად შემეშალა, სად არ შემეშალა და სანამ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ძილს მივეცემით, მანამდე ხატებთან მივალ, პატარა მცირე აღსარებას ვიტყვი და ვიტყვი რომ ღმერთო შემინდე, იქ რაღაცა შემეშალა, იმას ცოტა ისე მიუმართე, აქ ცოტა თვალი გამექცა, იქ ცოტა რაღაცეები და ვეცდები რომ ხვალინდელი დღე იყოს უფრო უკეთესი. ეხლა მითხარით, ძნელია ამ ყველაფრის აღსრულება? მე მგონი რომ საერთოდ არ არის ძნელი, ხო? მაგრამ თანამედროვე ადამიანი იმდენად დამძიმებულია უნებები და ცოდვებით, რომ რაც ჭეშმარიტია და ნაღდია და კარგია, ის ძნელი ეჩვენება და რაც ცუდია და მავნებელია, ის ეჩვენება ძალიან მარტივად. მარტივად ბილს იტყვაობს, მარტივად ყვირის, მარტივად განიკითხავს და რა ვიცი, უამრავი რამის თქმა შეიძლება. მე მგონი რომ საკმარისია, რაც მარხვაზე ვისაუბრეთ. ამაკიარკი ესეთი კიდე ორდება მარაუშავს კითხვა იყო მაყურებლისგან მოწყენის ცოდვას როგორ უნდა ვებდო. დიახ, აი ფაქტიურად კარგი შეკითხვაა, გაგრძელება ახლა. მოწყენილობას ძველ ქართულად ქვია მიმომწვრილობა. აბა გაიხსენეთ დიდ მარხვაში, როდესაც ეფრემ ასურის ლოცვას ვამბობთ, ხო? სულსაუქმობისასა და მიმომწვრილობისასა ნუ მიმცემ მე. როდესაც ადამიანი უქმობს, უსაქმურობს, მაშინ ვარდება მოწყენილობაში. დასაქმებული ადამიანი სულიერად და ფიზიკურად როგორ იქნება მოწყენილი? სული უქმობისა და სული მიმომწვილობისა, ანუ მოწყენილობისა. უსაქმური ადამიანი არა მლოცველი, არა მშრომელი, არა მკითხველი და არაფრის გამკეთებელი უსაქმურად არის და უსაქმური ადამიანი ძალიან ხშირად უკვე მეორე საფეხურია ვარდება მოწყენილობაში. ჩართავს ტელევიზორს, მობილურს სკროლავს, ხო უყურებს უამრავ გადაცემას, გინდა სპორტი, გინდა ხელოვნება, გინდა ცეკვა, სიმღერა, როგორც კი გამოვა, ისევ მოწყენილია, ხო? რატომ? იმიტომ რომ მოწყენილობა ნიშნავს რომ მე არა ვარ ბუნებრივ მდგომარეობაში. არა ბუნებრივ მდგომარეობაში ვარ, გათენდა დილა არ ვილოცე, სახარება არ წავიკითხე, სიკეთე არ უსურვი არავის, არავინ არ მოვიკითხე, იმიტომ რომ საშინელი ეგოისტი ვარ, არაფერს არ ვაკეთებ დილიდან, გახდა შუადღე, მივიხედე, მოვიხედე, არაფერი საქმე არ მაქვს, მოვიწყინე, იმიტომ რომ ჩემს დანიშნულებას არ ვასრულებ. ჩემ დანიშნულებას არ ვასრულებ და ნელ-ნელა ჟანგი მეკიდება. ადამიანი, რომელიც თავის ფუნქციას არ ასრულებს, ის მოწყენილობაში ჩავარდება, აბა რა იქნება? არ გინახიათ, აი მოპატიეთ ცხოველთან რო შევადაროთ, ხო, აი ძაღლი, რომელიც თქვათ რაღაცა ისე არ იყეფება, არ ასეირნებ, ხო, რაღაცა როგორ ძაღლი რა საშინელ მდგომარეობა შეიძლება ნერვოზი დაემართოს, ხო, თუ კი ძაღლი არ გაასეირნე და არ ათამაშე, ის ვარდება რაღაც გარკვეულ დეპრესიაში, მით უმეტეს ადამიანი, ხო? დღეს თანამედროვე ადამიანების 80% თავის ფუნქციას მხოლოდ რამოდენიმე პროცენტი ასრულებს. მხოლოდ რამოდენიმე პროცენტი ასრულებს და ამიტომ არის ფაქტობრივად ეს არის თავდაყირა და ნერვებმოშლილი, გაიხედება მერე გარე, დაინახავს ვიღაცა ძვირფასი მანქანით გაივლის, ხო? ვიღაცას ახალი ტანსაცმელი აცვია და მერე ეს მოწყენილი, ეს უსაქმური ადამიანი ვარდება განკითხვაში, იმას უნდა კონდეს და მე არა. იმან უნდა იყიდოს და მე არა, ის უნდა მუშაობდეს და მე არა, მე არ უნდა მყავდეს, მე არ უნდა მქონდეს.
და რატომ არ უნდა გქონდეს და რატომ არ უნდა გყავდეს? იშრომე, ისწავლე, გატოკე ხელი. აბა რასელოდები, მთავრობა რო შეიცვლება, მერე გეყოლება? ან ვინმე მოვა ისეთი საინახაციდან ჩამოგიციუდება რაღაცეები? ხო, რთულია. ამიტომ თანამედროვე ადამიანების უმრავლესობა არის დეპრესიაში, არის მოწყენილი, არის მარტო. კარგად დაუკვირდით, მარტო და ეს მარტოობა იწევს მერე ზუსტად აი ამ ჩამოთვლილ მდგომარეობას და რატო ხარ მარტო? შენი თავი არ არის შენთან? შენი თავი თუ შენ გახლავს, ღარიბად არის ხსენები. რას გვეუბნებიან კლასიკოსები? შენი თავია პირველ რიგში შენთან და ხარ მერე შენ ღმერთთან. და თუ შენ ღმერთთან ხარ, მარტო აღარ ახარ. მარტო არ ახარ, როდესაც შენ ღმერთთან ხარ. და როდესაც შენ ღმერთისგან განშორებული ხარ, ეგოისტური ცხოვრებით ცხოვრობ, შენი ცენტრი არის ეგო და არა ღმერთი. გესმით? და როცა ღმერთთან ახარ, უკვე შენში არის ღმერთი, შენ გმართავს ღმერთი, შენ გაკურთხებს ღმერთი, შენ გაძლევს ღმერთი წყალობას, სიკეთეს, მიმართულებას და მერე შენ უკვე მოსაწყენად აღარ გცალია და ხარ ბედნიერი. ისე გავა დღე, ვერც კი იგებ, ხო? როდესაც შენ საქმეს აკეთებ, ან ლოცულობ, ან კითხულობ, ან შრომობ, ან ვიღაცას ეხმარები. რა ვიცი, ადამიანს უამრავი საქმე აქვს, ხო? შეგიძლია წახვიდეს ავადმყოფოში და სნეულებაში მყოფი ადამიანი მოიკითხო. უპატრონო ბავშვთა სახლში შეგიძლია წახვიდე და ბავშვებს მოეფერო და რაღაცები მიუტანო. რამდენი მოხუცებული ცხოვრობს, მარტო ხელა მიდი და სახლი დაულაგე, ან რა ვიცი, კერძი გაუკეთე, ან ესაუბრე. ხო შეიძლება რა, მაგრამ არა, ჩვენ ველოდებით რომ სხვა უნდა მოვიდეს ჩვენთან, სხვა უნდა მოგვიკითხოს ჩვენ, სხვა უნდა გავახსენდეთ, სულ ასე იციან ხოლმე, რატომ არ მირეკავ, რატომ არ მომწერე, რატომ არ მომიკითხე, ხო ასია, ხო? უმრავლესობა სულ ასია, რატო? ეგოისტები ვართ და იმიტომ დასკვნა, ეგოისტი ადამიანი ყოველთვის არის მოწყენილი, ყოველთვის არის მარტო, იმიტომ რომ მას თავის გარდა არავინ არ აინტერესებს. შეიძლება მის გარშემო ძალიან ბევრი ადამიანები იყვნენ, მაგრამ ნარცისია. ნარცისი მარტო იმას ფიქრობს, რატომ არ მომესალმე, რატომ არ მომილოცე ახალი რაღაც მაცვია, ხო? სულ თავის თავზე ფიქრობს, სულ გინდა მშობლებთან, გინდა მეგობრებთან, გინდა ოჯახის წევრებთან, ყოველთვის არის, ასე თქვათ, დაბოღმილი, განერვიულებული და მოწყენილი, რაც თავარია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პრეტენზიები აქვს. მის მოთხოვნილებებს საზოგადოება ვერ აკმაყოფილებს და ვერც დააკმაყოფილებს. იმიტომ რომ ძალიან ბევრი უნდა, მაგრამ არ იცის რამდენი უნდა, მაგრამ ბევრი უნდა. აუცილებლად ბევრი უნდა და თავიდანვე უნდა რომ დიდარი იყოს, თავიდანვე უნდა რომ დიდარი მანქანა, ძვირფასი მანქანა ყავდეს, თავიდანვე განყოფილების თავმჯდომარე უნდა რომ იყოს სამსახურში რომ მიიღებენ, ხო? ძალიან ბევრი ადამიანს მე შევთავაზე სამსახური, უამრავი მრევლი მყავს და იცი, არა, მამაო, მე ხლა ისე რიგითად როგორ ვიმუშავებ? უკაცრავად, კარგით, მაშინ უკაცრავად, ხო? ყველას გვინდა რომ თავიდანვე დირექტორები და დეპარტამენტის თავმჯდომარები ვიყოთ, მაგრამ რიგითი მძღოლი რო იყო და რიგითი მუშა რო იყო, ესე არავის არ უნდა. ეს არის ეგოიზმი, რომ ის ხედავს, რომ ვიღაცა დაწინაურებულია და მას უნდა რომ უცბად გაუთანაბრდეს იმ ადამიანს. აი თქვათ, ადამიანი ეკლესიაში მოვიდა და მაშინვე მოუნდა დეკანოზობა, მაშინვე მოუნდა დიაკვნობა, ან წიგნის კითხველობა, ეს ქართველები ხო ასეთები ვართ, ხო? მაშინვე უნდა ეპისკოპოსი, ანუ რაღაც დიდი თანამდებობა უნდა, პატივი უნდა, ქება უნდა, დიდება უნდა. მე ასე მეგონა ღვდელი რომ გავხდი, რომ მაშინვე იოანე ოქროპირი გავხდებოდი და ხალხი ხელში ამიტაცებდა რომ მივიდოდი ტაძარში. ესე მეგონა მეც კი, რომ ესე უცბად მაშინვე გავხდებოდი მჭერმეტყველი, ცნობადი, მოძღვარი და ასე შემდეგ და მე მივხვდი რამდენი უნდა იშრომო, რომ ვინმე მოგისმინოს და მოვიდეს და გითხრას, მამაო, მე მინდა რომ თქვენი სულიერი შვილი ვიყო. იცით რამდენი წიგნი უნდა წაიკითხოთ, იცით რამდენი უნდა ილოცოთ და იცით როგორ უნდა გიყვარდეთ ადამიანი, რომ ვიღაცა, მაპატიეთ ვიღაცას რომ ამბობ, ვინმე რომ მოვიდეს და დაგემოწაფოს.
მაგრამ ჩვენ არა, ჩვენ გვინდა რომ მაშინვე მოძღვარი რო გავხდე და მაშინვე ძალიან ცნობილი ჩვენ წირვაზე რომ მილიონები მოექცევა და ასე შემდეგ, მაგრამ ესე არ ხდება. ესეთი მარტივი არ არის ადამიანს ცხოვრება შეაცვლებინო, ადამიანმა ყური დაგიგდოს, მოგისმინოს, დაგიჯეროს. ესეთი მარტივი არ არის. ამას ძალიან ბევრი შრომა ჭირდება და რაც მთავარია, ჭირდება სიყვარული. ადამიანი უნდა მიხვდეს, რომ შენ მას სიყვარულით ესაუბრები. მე მგონი ჩვენი მსმენელი ხვდება თეკლა, რომ მე და თქვენ მხოლოდ სიყვარული გვამოძრავებს. თქვენი საქმე გაქვთ, მე ჩემი საქმე გაქვს და მე და თქვენ მოვიფიქრეთ, რომ აი ამ სივრცეში შემოვიდეთ და ადამიანებს უთხრათ სიმართლე. არა ისე როგორც ბავშვები საუბრობენ, ხო? აი ხანდახან მეცინება, როცა ვხედავ, რომ ბავშვები ესეთი დამაჯერებელი სახით საუბრობენ ღვთისმეტყველებაზე, რომ აი გამეღიმება ხოლმე, კი არ დავცინი, არ ბრაზდები. უბრალოდ ასეთ ადამიანებს უნდა უთხრა, რომ შვილო, რა ისწავლი ასეთი, რომ მღვდლებს განგვიკითხავთ და უკვე გონიათ, რომ პავლემ ესა თქვა და პეტრემ ესა თქვა. იქნება ოქროპირ შეეკითხო, როგორ გაიგო პეტრემ რა თქვა და პავლემ რა თქვა. იქნებ წახვიდე და ისწავლო 1-2 კურსი მაინც, რომ ჯერ შენ ისწავლო და მერე სხვასაც სწავლო. ასეთი თვითდაჯერებულობა საიდან, ასეთი რასული წმინდა გადმოვიდა თქვენზე, რომ ასეთი სახით განიკითხავთ ყველას და 21 საუკუნოვან ეკლესიას აბუჩათ იგდებთ და თურმე მღვდლები ქრისტიანები არა ვართ და თურმე მართლმადიდებლობაში ყველაფერი შეცდომით არის. აი წარმოიდგინეთ, ხო მეღინება, ოღონდ ეს არ არის ირონიული ღიმილი, ცოტა სიმწრის ღიმილია და ეს ჩვენი ბრალია თეკლა. ჩვენი ბრალია, ჩვენ მღვდლებმა უფრო მეტი უნდა ვიქადაგოთ, უფრო მეტი უნდა გავიდეთ საზოგადოებაში, როგორც ჩვენი ახალი პატრიარქი უწმინდესი შიო მესამე ბრძანებს, რომ მარტო ამბიონებიდან ქადაგება საკმარისი არ არის. ის ძველი ქართული არ ესმის მართლა ადამიანს და ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ წირვის მერე დავჩეთ და ვიქადაგოთ თანამედროვე ენაზე, რომ ადამიანს მეორედ მოუნდეს წირვაზე მოსვლა და დედამ ესე მუჯლუგუნებით რომ მოიყვანა ბავშვი წირვაზე, ისე უნდა ვესაუბროთ, რომ ბავშვს კიდევ გაუჩნდა სურვილი, რომ დედეკო წამიყვანე რა საინტერესოდ იქადაგა მამაომ, რომ მე მინდა რომ კიდე მივიდე იმ მამაოსთან, რა თბილი სახე აქვს, როგორ დამლოცა, როგორ მომეფერა. აი ეს არის პირველი ნაბიჯები, რითაც ჩვენ საზოგადოებას გული უნდა გაუხსნათ. არა ისე რომ შენ 64-ში რა გინდა, შენ ჯოჯოხეთში მოხვდები, შენ ეს ნაწერები გაქვს ხელზე, ეს გაცვია, რას გავხარ, საფრთხობელა ხარ, გაეთრი აქედან და ასე შემდეგ, ხო? გეცნობათ ეგ სიტყვები, ხო? ესე არ არის ჩემოკარგებო. სული წმინდას მოყავს ადამიანი ეკლესიაში. მე მთხოვეს ძალიან ბევრჯერ ჩაწერა ვიდეო რგოლების აი ამ პოლემიკაზე და შეგნებულად თავი შევიკავე, იმიტომ რომ არა სათანადო იქნებოდა, არ იქნებოდა ჩემგან მართებული, რომ ბავშვებს მე ახლა ვესაუბრო ისეთი ტონით, რომ რაღაცნაირად აი მე პირველ რიგში მინდა რომ მათში ინტერესი აღძრა, ცოტა ხანი გაჩუმდნენ და ისწავლონ. და რომ ისწავლიან, მერე სიტყვა ძვირები გახდებიან და მიხვდებიან, რომ ესე მარტივი არ არის შვილო ქადაგება, ესე მარტივი არ არის ვინმე ამხილო, კურნალო, ჯერ შენი თავი განკურნე და კარგად იცოდე, რომ ბევრი მოიქნებით მასწავლებლები, იმიტომ რომ შავს დაიტეხავთო თქვენ თავზე. იცით საბერძნეთში მღვდელს რო აკურთხებენ, ესე მარტივად კი არ აძლევენ უფლებას, რომ წირვა ჩაატაროს დამოუკიდებლად და იქადაგოს ან ახსარება ჩაიბაროს, წლები უნდა გავიდეს. ღერონდადან, გამოცდილ მღვდლიდან ან ბერიდან უნდა ისწავლოს მან ახსარების ჩაბარება, ქადაგება და მერე გარკვეული წლების მერე ეძლევა უფლება, რომ იქადაგოს. და ჩვენმა ბავშვებმა რამოდენიმე მუხლი გაიზეპირეს და იქიდან ახლა გონიათ, რომ მოკლედ რაღაც ჭეშმარიტება იპოვნეს და ჩვენ 21 საუკუნე თურმე რაღაცა არასწორად ქადაგებთ და მე უკვე 28 წელია სასულიერო პირი ვარ და თურმე ჩვენ არ ვიცით არაფერი და ამ ბავშვებმა თურმე იციან. არ დავცინოთ ამ ბავშვებს მოვეფეროთ, მწვალებლებს ნუ დაუძახებთ. მწვალებელი არის ის, ვისაც ეკლესიაში აგონებს ერთხელ, ორჯერ
და ვერ გაიგებს, მაგრამ ჯერ ჩვენ შეგონება მათთან არ ქონია. ეს ეხლა რაღაც პატარა ვიდეორგოლებით პოლემიკა, მაგას არ ვთვლი პოლემიკად, ეკლესია რო შეიკრიბება და მოუწოდებს და ეტყვის რომ შვილო ეს რასაც შენ ამბობ არ არის სწორი, ეს არის მწვალებლობა და დაუსაბუთებ მუხლებით, ჯულის კანონით, დიდი წმინდა მამების დარიგებებით და მაინც იტყვის რომ გამიშვითო ცხარი მიმიდისო იალაღზეო, აი მე შეიძლება უწოდო მწვალებელი, მაგრამ ისე მარტივად უწოდებენ მწვალებელს, ისე მარტივად ეძახიან ერთმანეთს სექტანტებს, რომ ესე არ შეიძლება ჩემო კარგო. ეგ სიყვარულის ნაკლებობის ბრალია, უმეცრების ბრალია, ნაკლები წიგნები რომ აქ წაკითხული იმის ბრალია. ესე მარტივი არ არის. მარტივი არ არის, წაიკითხეთ საქმე მოციქულთა, პავლე მოციქული რამდენს წვალობდა, რამდენს შრომობდა, რამდენი ნაშრომი აქვს პავლე მოციქულს და თავის თავს ყველაზე უკანასკნელ მოციქულად აღიარებდა, ხო? და ჩვენ უკვე მასწავლებლები გავხდით, კაცო და ავიცი ესე მარტივად არა, ჩემო შვილებო, ჩემო ბავშვებო, ჩემო კარგებო, ჩემი პირველი თხოვნა იქნება, ცოტა ხანი გაჩუმდით რა. ხო ხედავ, აი კომენტარები წაიკითხეთ და მიხვდებით რომ საზოგადოება უკვე ღიზიანდება და ცოტა ხანი გაჩუმდით რა. ცოტა ხანი გაყუჩდით, მიდით სასულიერო სემინარია აკადემიაში, ან გამოცდილ მოძღვრებთან, რამოდენიმე თვე ისწავლეთ და აი მე ვნახოთ მოგინდებათ თუ არა გადაგება, აი მე ვნახოთ. ხო, ამიტომ ეკლესიას ყველაფერზე აქვს პასუხი, ყველანაირი გამოცდილება აქვს. უბრალოდ ჩვენი უმეცრების გამო არ ვიცით ეკლესია რას ასწავლის და როგორ ასწავლის და მაგიტომ არის რომ ასე მარტივად ხელაღებით ვიწყებთ ქადაგებებს და გონია რომ ჩვენ უნდა თელი მსოფლიო მოვაქციოთ, მართლმადიდებლობა თურმე მცდარი რელიგია, უდლები გვატყუებენ, საქმოსნები არიან და ასე შემდეგ. არ არის ჩემო კარგებო ასე, ნამდვილად არც ის ბავშვები არ არიან ცუდი ბავშვები, უბრალოდ გაუგებრობაში აღმოჩნდნენ, იმიტომ რომ ხაზგასმით აღნიშნავ, საკმარისია ბიბლია, განსაკუთრებით ახალი აღთქმა, წმინდა მამების კომენტარების გარეშე წაიკითხო, აუცილებლად დაბრკოლდები. ასე ამბობს ეკლესია, რომ ბიბლიის საცავში, საგანძურში, აი წარმოვიდგინეთ, ხაკლიტულია, ეს საუნჯია აქ შენახული და დაკეტილია კარები. გასაღები არის წმინდა მამების განმარტებები. და თუ ის გასაღები ვერ მოარგე, ან მაღლიდან უნდა გადაიპარო, ან რაღაცნაირად ქვეშდა უნდა შეძრე და მოკლედ უნდა ქურდიდან პარავი ხარ. და არ ჯობია რომ ეს გასაღები მოარგო ბურატინოსავით და შეხვიდე და როგორც აინშტაინი ამბობდა, აინშტაინს ეკითხებია რომ ამდენ ფორმულებსო, საიდან იგონებო? უფლის ლაბორატორიაში ვიპარებიო და იქიდან ვიწერო ამ ფორმულებსო. ყველაფერი ჩემო ძვირფასებო, რაც ხაზგასმით უნდა აღნიშნო, რაც უნდა განმარტებულიყო, ყველაფერი უკვე განმარტა ეკლესიამ. ყველაფერი განმარტებული, ახლა რაღაცა ახალს ჩვენ ვეღარ ვიგონებთ, ახლა სირცხვილია რომ მე ვინმეს კამათი დაუწყო, როგორ ცხონდებით და არ ცხონდებით. იოანე დამასკელი, მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გარდამოცემა. როგორ ცხონდებით? 4 რამ არის აუცილებელი. პირველ რიგში მადლი. რა არის მადლი? მადლი არის ღვთის ენერგია, რომელიც ადამიანზე გარდამოდის. არსებობს მადლი ცოდნისმიერი, არსებობს ზნეობრივი. აი შეიძლება სოკრატე ავიღოთ, პლატონე, ხო? უგანათლებულეს ადამიანები იყვნენ. მადლის გარეშე ისინი ვერ მიიღებდნენ ამ ხელა განათლებას. არის ზნეობრივი მადლი, მაგალითად, მშობლების პატივისცემა, უფროსების პატივისცემა ისლამში. შესაშურია ნამდვილად, ხო? მაგრამ არის მადლი ღვთელმოქმედებითი. ანუ როგორ? შვიდი საიდუმლოება, აღსარება, ნათლისღება. აი ეს მადლი არის ერთ სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიაში. ანუ ეს მადლია პირველ რიგში საჭირო, მაგრამ არ არის საკმარისი. მე რო ეს მადლი მივიღო, რწმენით უნდა გავხდე ამ მადლის მფლობელი. ანუ უნდა მოვინათლო და გავხდე ეკლესიის წევრი. ანუ რწმენაც არის საჭირო. მესამე მადლი მივიღე, ვირწმუნე, მაგრამ კიდევ დავაშავე რაღაცეები. საჭიროა სინანული, ანუ აღსარება.
თუ ერთხელ რომ მოვინათლე, კი ბატონო, განვიწმინდე, მაგრამ რომ შევწოდე კიდე რა უნდა ვქნა, სინანული უნდა მქონდეს და მეოთხე სიყვარულზე დაფუძნებული კეთილი საქმე. ანუ მართლმადიდებელი ეკლესია ასწავლის ადამიანი რო ცხონდეს, საჭიროა მადლი, მაცხოვრებელი ღვთელმოქმედებითი მადლი, რომელიც ერთ ეკლესიაშია, მეორე რწმენა საჭირო, მესამე სინანული და მეოთხე სიკეთე. აი ეს 4 რამ. ამაზე ეკლესიამ უკვე იფიქრა მე-8 საუკუნეშია ეს დაწერილი და ახლა მე შენ გეკამათო 21 საუკუნეში როგორ ცხონდება, როგორ არის ეს ხო უკვე ფუჭი დროის ფლანგვა, ხო სირცხვილია რა. ყველაფერი რაც ჩვენთვის საჭირო და აუცილებელია, განმარტებულია. და მე მიკვირს მაპატიეთ სასულიერო პირები ხანდახან რომ კამათობე. რაზე კამათობთ? რაზე კამათობთ? არ იცი და თუ არ იცი ისწავლე. განმარტებულია, ვინ მეორეთ მოსვლა როგორ იქნება, ესქატოლოგია ქვია, განმარტებულია, ერთ არსია ქრისტე თუ თანაარსია, ერთი ბუნება აქვს თუ ორი ბუნება, ხატთაყვანისმელი ხარ თუ კერპთაყვანისმელი ხარ. ამა ეხა შეკითხვას დაგისვავთ. როდისმე რომელიმე მოძღვარს ან მრევლს უთქვია აღსარებაში სარწმუნოებრივი უბიწოების შესახებ, ცოდვა მარტო განკითხვა და ჭორაობაა და ბევრი ჭამაა. მე რო სარწმუნოება კარგად არ ვიცი, აღსარებაში არ უნდა ვთქვა? მე რო არ ვიცი კერპთაყვანისმელი ვარ თუ ხატთაყვანისმელი ვარ, როგორ გავარჩიო მე ახლა ხატთაყვანისმელი ვარ თუ კერპთაყვანისმელი ვარ? არ უნდა ვიცოდე? სოფლიო კრება შედგა ამაზე. ქრისტე ღმერთია თუ არა, არ უნდა ვიცოდე? ერთი ბუნება აქვს თუ ორი ბუნება, არ უნდა ვიცოდე? რამდენმა არ იცის? ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცის, ხო? და ეს აღსარებაში რატო არ უნდა ვთქვა, რომ ეს სარწმუნოებაში მოვიკოჭლებ. სარწმუნოების სიმბოლო არ ვიცი კარგად, რამდენი მუხლია, როგორ იწყება, როგორ მთავრდება, რომელ კრებებზე მივიღეთ. ჰომოუსიონ, აი რატო არ ვიცი, ხო? სულიწმინდა მამისაგან გამოდის თუ ძისაგანაც გამოდის. ეს ხო ძალიან ეს არის დაწყებითი ღვთისმეტყველება და რამდენმა მართლმადიდებელმა არ იცის და არც აღსარებაში ასამბობენ. იცით, 4 შაბათს ყველი შევჭამე და ხაჭაპური და განკითხვაში ჩავარდი. აი განკითხვასავით გამომივიდა. ერთი გამაგებინეთ ხელსაწყო როგორ იგებთ ესე როგორ გამოგივიდა აი როგორ მიხდი რომ აი წავიკამათე თქვა ხო რაღაც ესე შემომელახა რაღაცა ოდნავ თქვი რა რომ განკითხვაში ჩავარდი ხო გამომივიდა რას ნიშნავს ხო გაბრაზებასავით გამომივიდა თქვი რომ გაბრაზდი თქვი რომ ამაყი ხარ თქვი რომ შურიანი ხარ ცოტა შემშურდა არა კარგად მაგრად შეგშურდა თქვი რა გულიანად ამოიღე აღმოსარება ეგ არის რომ ამოიღებ თუ კი რამე გაწუხებს ამოიღებ და იტყვი მოძღვართან რა საჭიროაო მოძღვარი კაცო როგორ არ არის საჭირო მოძღვარმა რჩევა უნდა მოგცეს შვილო უნდა გითხრას რომ ასე აღარ გააკეთო ასე გააკეთე თქვენ აღსარებას უფლის წინაშე ვამბობთ მოძღვარი ესწრება როგორც მადლმოსილი პიროვნება ვისაც ქრისტემ მისცა ხელმწიფება მიტევება არ მიტევები შენ ახლა მოგწონს ღვთელი არ მოგწონს ახლა ნუ ეგ არ ვიცი ყველანაირი ღვთელი არსებობს ხო და შენ რომელიც მოგეწონება ეგ ღვთელთან მიდი მაგრამ ცოდების მიტევება და არ მიტევების უფლება ყველა სასულიერო პირს აქვს და უნდა მიხვიდე და უნდა აღიარო ეს არის ახლა ეს ყველაფერი შემოკარგებო ეკლესიამ უკვე დაალაგა უკვე ეს ყველაფერი გადმოქცა ჟულის კანონი 7 კრება ადგილობრივი კრებები უამრავი რამე ხო და ახლა ჩვენ ისევ ახლიდან დავიწყოთ ველოსიპედის გამოგონება აი რომ ხო აი პროფესიონალი მოკრივე ხო არ ეჩხუბება ქუჩის მოკრივეს ხო ეტყვის რომ წადი იმეცადინე ივარჯიშე იმიტომ რომ შენ მე რომ ხელი შემოგარტყა ცოცხალი ვერ გადარჩები და ამიტომ ძლიერი ადამიანი სუსტან არ გავასაპაექროთ ხო უფრო ჩევებს მისცევს და ეტყვის რომ მე და შენ სხვადასხვა ლიგაში ვარ ჩვილო და წადი ივარჯიშე იმეცადინე ბევრი წიგნები წაიკითხე და მე მიხვდები და აღარ მოხვალ აღარ მოგინდება ჩემთან კამათი იმიტომ რომ გაიგებ რომ ეკლესიამ ამ ყველაფერზე უკვე დიდი ხანია ასუხები გასცა. თქვენ როგორ ფიქრობთ, ადრე პოლემიკა არ იყო, ვინ ცხონდება, ვინ არ ცხონდება, როგორ ცხონდება, როგორ არ იყო ეს ყველაფერი? ჩვენ უკვე ეს ყველაფერი ისტორიას ჩავაბარეთ, ეს ყველაფერი გავლილი გვაქვს.
და ეკლესიამ უკვე მერვე საუკუნეში გირჩევთ ახალგაზრდებო, აუცილებლად წაიკითხეთ მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გარდამოცემა იოანე დამასკელი. ოღონდ იოანე დამასკელის დაწერილი კი არ არის. წარმოიდგინეთ პირველი საუკუნიდან მერვე საუკუნემდე შეკრიბა ყველა სწავლება, რაც საჭიროა, აი მაგალითად სწავლება სამყაროს შექმნაზე, ეშმაკის დაცემაზე, წმინდა სამებაზე, ყველაფერზე, რაც ჩვენ გვაინტერესებს, თანამედროვე ქართულად თარგმნა ედიშერ ჭელიძემ. გაწაიკითხეთ, შვილო, აკრიფეთ ეხლა თუ გინდა და არის ვიდეო რგოლებიც არის, შენ თუ გეზარება კითხვა, ჩაწერილი არის და მოისმინეთ. არის ამისი კომენტარები. ექვთიმე ათონელის წინამძღვარი წაიკითხეთ. ეს არის ფაქტიურად გაგრძელება. რამდენ ადამიანს აქვს ეხლა მითხარი წაკითხული ექვთიმე ათონელის წინამძღვარი. სადაც წერია როგორ უნდა თქვა ახსარება, მოძღვართან როგორ უნდა კონდეს ურთიერთობა, გადასარევი წიგნია, ხო? მაგრამ თუ შენ არ წაიკითხავ შვილო და პირდაპირ ესე გაზეპირებული მუხლებით დამიწყებ შემოტევას, სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდები. ოღონდ დროზე უნდა მიხვდე ამას. დროზე უნდა მიხვდე, თორემ შეიძლება სასაცილო აღარ იყოს და მე ტირილად გადაიქცეს ეს ღიმილი. მე მზათა ვარ, აი ახლა შემიძლია დავაანონსო, ყოველ ხუთშაბათს ვარ ტაძარში და ვინც დაინტერესებულები ბრძანდებით შვილებო, ძმებო, დებო, მზად ვარ, დაგხვდეთ და ყოველგვარი ვიდეო რგოლების და TikTok-ზე გამოსulis და რაღაცებით დაგიჯდეთ, წიგნი გადავშალოთ და ვისაუბროთ. თუ მართლმადიდებლობა გწამთ და გაინტერესებთ, მაგრამ თუ თქვენ მართლმადიდებლობა არ გწამთ, მაშინ ჩვენ ვერ შევთანხმდებით ვერაფერზე, იმიტომ რომ ჩვენ სხვადასხვა უკვე განეცევ ყოფილი ვართ და ასე შემდეგ. ძალიან მარტივად გეტყვით, რომ რომელი ეკლესია ის ეკლესია, რომელიც ქრისტემ დააარსა პირველ საუკუნეში. რომელი ეკლესია, რომელი ეკლესიის წმინდანები არიან პოლიკარპე სმირნელი, კლიმენტი რომაელი და იპოლიტე რომაელი. რომელი ეკლესიის წმინდანები არიან მითხარით. რომელი პროტესტანტული ეკლესია აღიარებს წმინდანად იპოლიტე რომაელს, ან პოლიკარპე სმირნელს, ან პაპიას იარეოპოლეს. რომელი აღიარებს, მითხარ, არც იცნობენ, ხო? ესე იგი არ ყოფილხარ ჭეშმარიტი ეკლესია. იესო ქრისტემ, როდესაც პეტრემ აღიარა, რომ შენ ხარ ძე ღვთისა ცხოველისა, თქვა, რომ აღვაშენო ეკლესია. მერე კი არ უნდა აღვაშენო მე-19 საუკუნეში და მე-17 საუკუნეში ლუთერი და ვიღაცა. არა, პირველ საუკუნეში. და ეს პირველი საუკუნის ეკლესია დღემდე მოვიდა მართლმადიდებელი ეკლესიის სახით უწყვეტი ჯაჭვი, ხირიტონის, ხელდასხმის, მადლმოსილების, ცოდვების პატიება, არ პატიება. ეს წარმოიდგინეთ, რამხელა საგანძური გვაქვს. წარმოგიდგენიათ, რამხელა საგანძური გვაქვს ამ მამების გამოკრებილი სწავლანი ფილოკალიის სახით, 5 ტომეულია ფილოკალია, 3 ტომი გამოვიდა უკვე თანამედროვე ქართულად. ფილოკალია არის სათნოებად მოყარეობა, დაბრატა ლუბიე რუსულად. რომელს გაქვთ წაკითხული, ან თუ გაგიგიათ საერთოდ, ხო? რჩეული მამების გამორჩეული სწავლებები. წაიკითხეთ, შვილო და მერე მოდით საკამათო და მერე გამოდით TikTok-ზე და მერე გამოდით სოციალურ ქსელში. მერე თავს ჩაღუნავ და იტყვი, რომ რამდენი რამე არ მცოდნია თურმე, რამდენი რამე არ მცოდნია, ხო? ჯერ ისწავლეთ, შვილო და მერე იქადაგეთ. მე ახლა თავიდან ახალი ნაკურთხი გდელი რა ვიყავი, ხო? ქადაგების დროს ძალიან ბევრს ვსაუბრობდი და მე თანდათან უკვე რაც მეტი წიგნები წავიკითხე, უფრო შევამცირე, იმიტომ რომ მივხვდი, რომ რაც მეც ისაუბრებ, მეც შეცდომას დაუშვებ და ქადაგება უნდა იყოს ძალიან ლაკონური, 10 წუთი, 15 წუთი, რომ ადამიანებმა გაიგონ რაზე ისაუბრე, იმიტომ რომ 10-15 წუთის მერე ადამიანის გონება უკვე ვეღარ ითვისებს სწავლებებს. გრძელი სიტყვა, მოკლე თითქმის შაირია ამათ კარგი. უბრალოდ ჩვენ TikTok-ში რადგანაც ვართ, შეიძლება უფრო ხანგრძლივად ვისაუბროთ და ასევე მინდა დავზინო, რომ ჩვენი მომავალი გადაცემები დამოკიდებულია თქვენს აქტივობაზე. თუ თქვენთვის საინტერესოა ჩვენი საუბარი, არ დაგზარდებით, ყოველ შაბათს მე თეკლასთან ერთად ვიქნები ეთერში. ხან გიორგი დარასელიასთან, აქავე არ მინდა რომ დამავიწყდეს, გიორგი დარასელიას უნდა უმადლოდე მე თეკლა
თეკლას გაცნობას და აი ამ გადაცემის არსებობას, რომ ზუსტად გიორგიმ გავგვაცნო ჩვენ და გიორგი დარასელიას გადაცემას რელიგიის საათი გთხოვთ სამშაბათს და ოთხშაბათს ახალგაზრდებო და არა მარტო ახალგაზრდებო, ყველა უყურეთ, უსმინეთ, ძალიან საინტერესოა, ძალიან კარგი ჟურნალისტია და გასაგებ ენაზე, რაც თავარია, გასაგებ ენაზე საუბრობს. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. აი შეიძლება მოძღვარმა ან წამყვანმა უცხო სიტყვები მოიხმოს და ვიღაცას მოაჩვენოს, რომ ძალიან განათლებულია, მაგრამ თუ ადამიანი მსმენელი ამას ვერ გაიგებს, მაშინ ეს ძალიან ცუდია. ივანე ოქროპირი ადრე წერდნენ ხოლმე ქადაგებას, დაწერდა ქადაგებას, წააკითხავდა მეთევზებს, მებადურებს, მეწაღებს, დარაჯებს, გაიგეთო? ვერა. ისევ თავიდან დაწერდა და მე თუ ისინი გაიგებდნენ, აი მე უკვე იწყებდა ქადაგებას და მე უფრო სიღრმეებში შედიოდა. ანუ კარგი ქადაგება არის მარტივი ქადაგება და გასაგები ქადაგება. რომელსაც ბებიას გაიგებს, ბაბუას გაიგებს, პატარა ბავშვიც გაიგებს და ყველა გაიგებს. მაგრამ თუ ადამიანმა გვისმინა და თქვა, ვერაფერიც ვერ გავიგე მამაო მრაზე ისაუბრაო, ეს უკვე იქნება ძალიან სერიოზული ნაკლი ჩვენთვის. ამიტომ მე ყოველთვის ვცდილობ, რომ არა ფილოსოფოსთა ენით, არამედ მეთევზურების, ანუ მებადურეების მარტივი ენით ვისაუბროთ, იმიტომ რომ სახარება ძალიან მარტივი ენით, მაგრამ სიღრმისეულად არის დაწერილი უბრალო ადამიანების მიერ და მთელი მსოფლიო მოაქცია სახარებამ და აი ამ უბრალო უწიგნურმა ბჭყალებში მებადურებმა მთელი მსოფლიო ქრისტეს ბადეში გაახვიეს. და ასევე ჩვენც უნდა ვეცადოთ, რადგანაც მათი მემკვიდრეები ვართ, რომ თანამედროვე საზოგადოებაში ძალიან მარტივად, თავდაბლობით, სიყვარულით გასაგებად ვიქადაგოთ, რომ ახალგაზრდები, რომელიც საერთოდ არ ელოდებოდნენ ახლა ვიღაც მოძღვრის დანახვას TikTok-ზე, შეაჩერონ სკროლვა და დაინტერესდნენ, რომ მე ამ მამაოს კიდე მოусვენ. ან სად მსახურობს, ავალ და გავესაუბრები. არ დამზოგოთ ყოველ ხუთშაბათს 10-დან 4 საათამდე ვარ და ყველას გელოდებით, ვისაც გინდათ ღვთის სიტყვა გაიგოთ, არა ისე როგორც თქვენ გინდა, არამედ როგორც განმარტეს მამებმა და როგორც არის ნამდვილად, რომ ჩვენ გვაცხოვნოს და დაგვაყენოს ჭეშმარიტების გზაზე. მამა გერგრამის საუბრება რო არის მიკროფონს გავხსნა. ბოდიში მამა როგორიც შეთხონა მიკროფონს გაორებული ხმა მე ცუდად გამოჩნდება Facebook-ზე და YouTube-ზე რაც აიტვირთება. ძალიან საინტერესოდ ახსენეთ ეს ყველაფერი. პარალელურად რამდენჯერმე თვალი გამეპარა ნუგეშელების ჯგუფში და იქიდან დიდი სიყვარულით და მოკითხვებით ვინც ვერ გვიყურებს ელოდებიან, როდის ავტვირთავთ მე Facebook-ზე და YouTube-ზე. მიკროფონი გაქვთ მოგათიშვილი, ბოდის გიხდით. გიორგიზე მეც მინდა აღვნიშნო მართლაც მეჯუჯღუნება ხოლმე რამდენჯერ შეიძლება მადლობა მითხრაო და მე არ ამომეწურება მაგ ადამიანთან სათქმელი და ყველაზე მეტად იმიტომ მიყვარს გიორგისთან ურთიერთობა მამაო რომ როდესაც მეტილად მე ხო იცით ქაოსურ სიტუაციაში ვარ როცა პოლიტიკური ლაივები მაქვს მე არ ვარ მოწყუბარი კატეგორია ადამიანი მე არ ვსაუბრობ ჩხუბით მაგრამ მიწევს ხოლმე რაღაცეებში სადაც იქ კინკლაობა მიდის და მეც ვარ იქ ხო მინდა თუ არ მინდა და ეს მომენტი როცა არის და დავიღლები ძალიან სულიერად ამ ყველაფრისგან გიორგის ეხვეწები მოდითქო და რატომ სიყვარულის იქეთ ადამიანს სიტყვა არ დაცდება ღმერთმა შემაძლებინოს მაგამდე მიმიყვანა რომ ყველა სიტყვაში სიყვარულს და ადამიანის სიყვარულს უსვამს ხაზს და ამიტომ მიყვარს გამორჩეულად გიორგი როგორც პიროვნება როგორც მეგობარი და როგორც რესპონდენტიც აი ესე რა თქმა უნდა კითხვა იყო მამაო სამი შეკითხვა მაყურებლისგან სიმართლე გითხრათ ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ ისინი ვინც გარედან გვიყურებთ გაბედეთ და შემოდით მე არ ვაკვირდები ვინ მიყურებს ვინ არ გითვლით სახელებით გვარებით არ გიმახსოვრებთ ხალხმა ესეთი ლაივის დროს პირიქით გამიხარდება თუ გამოჩნდებით არც ახალ და გვარს წავიკითხავ თუ გნებავთ კითხვა ისე დაწერეთ ეხა 1200 კაცზე მეტია მამაო ჯამში და შიგნიდან 51 ჩანს მხოლოდ გარედან არიან და ეს ჩემთვის ნახეთ როცა პოლიტიკურ რაღაცა განცხადებებს ვაკეთებთ და ამ დროს არ გინდათ გამოჩენა გასაგებია მაგრამ ეს დღევანდელი შაბათი დღე ყოველი საღამოს 9 საათი იქნება დაცლილი ამ ყველაფრისგან და
ზუსტად იმიტომ მინდოდა მამაოს აქ შემოყვანა ამ სივრცეში, რომ ვერაფერს კარგს საქვეყნოს ვერ გავაკეთებ, თუ კი სულიერების კუთხითაც პატარა წვლილი მაინც, თუდაც პატარა აგური მაინც ჩემი წილი მეც არ დავდე. არ მომემართება ხელი და ვერაფერს ვერ გავაკეთებ. ტყუილად გავა ეს წლებიც, ეს დროც და ჩემთვის ინტერესი არ არის ის, რომ უბრალოდ ვიჯდე რაღაც სპორტოჩკაში და ვიღაცებს ვესაუბრო. მთავარია საქმე როგორ გაკეთდება და პატრიარქის სიტყვები და ქადაგება ისე ტკბილად და ისე კარგ დროს შემოგვესწრო მამა გიორგი, რომ ის ზუსტად დალოცვასავით იყო ამ ლაივების, რომ უნდა მარტო ამბიონზე არ უნდა ვიქადაგოთო. მადლობა იმისთვის, რომ გააჟღერეთ და ხუთშაბათ დღესთან დაკავშირებით დავწერა აუცილებლად მე, როდესაც ლაივის ავტორი თავ მაყურებელს კი ვეტყვი, ვისაც მოგწონთ მამა გიორგის ქადაგებები და მოსმენა Facebook-ზეც ქართულად შეგიძლიათ ნახოთ დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი და ასევე TikTok-ზეც. მას აქვს განმარტებები 10 მცნების, თითოეული მცნება აქვს ჩაშლილი, რა არის, როგორ არის და რანაირად, როგორი უნდა იყოს ახსარება, როგორი უნდა იყოს მართლმადიდებელი ქრისტიანი პატარ-პატარა ვიდეოების სახით ის იცლის ჩვენთვის და ცდილობს ხოლმე, რომ იმის გარდა, ვინც ხშირად ვერ დადის ტაძარში, ვინც ემიგრაციაშია და არ აქვს იმის ფუფუნება, რომ მივიდეს მოძღვართან და ესაუბროს, ცდილობს მაქსიმალური კომუნიკაცია ჰქონდეს საზოგადოებასთან და თქვენ მოგაწვინოთ ხმა და შეგიძლიათ მისი გვერდები გამოიწეროთ და იქ მოусმენთ ხოლმე თითოეულ ქადაგებას, ლექსები იქნება, ეს სულ ყველა ლექსი მამაოსი არის პატრიოტული და სულიერებით სავსე და უფალზეა სულ ყველა თითქმის, ხო? და სიყვარულზე მიდის თავიდან ბოლომდე ქადაგება და ძალიან საინტერესოა, ამიტომ მამაოს გვერდების გამოწერა არ დაგავიწყდეთ ხალხმა, ძალიან საინტერესო. მე პირადად დილა რო თენდება, პირველი გადავდივარ გვერდზე და ვნახულობ, ვიცი რაღაც ახალი ექნება დადებული. ეხლა ერთ კითხვას გავაჟღერებ კიდევ. მამაო, მარხვაში ხორცი რო ჭამო, ის უფრო მეტი ცოდვაა თუ ადამიანს რო განიკითხაო და მიკროფონს ჩაგითავთ ეხლა. ესე იგი მარხვაში ადამიანის განკითხვა მეტი ცოდვაა თუ ხორცის ჭამა, ხო? შეკითხვა არის არასწორად დასმული. ეს ძალიან გავრცელებული ნარატივია, ასე ვთქვათ. მარხვაში და მოდი ზოგადად ვთქვათ რა არის ცოდვა მაშინ, რომ მივხვდეთ რა უფრო ცოდვა. ცოდვა არის ის მოქმედება, რომელი მოქმედებას მე გზიდან ამაცდენს და ვერ მივალ დანიშნულების ადგილამდე. ბერძნულად ეს არის ამარტია, გზიდან აცდენა და ებრაულში ეს არის ხეტ, რომ ააცილე მიზანს. ეხლა მე ცოდვაში განკითხვა ჩამაგდებს თუ ხორცის ჭამა, ეს უკვე არის ინდივიდუალური. არც ერთი არის კარგი და არც მეორე. ერთი სხეულის ცოდვაა და მეორე უფრო სულის. მაგრამ მე აი ასეთ რამეს ვეუბნები ადამიანებს, რომელიც მოდის ახსარებაზე ხშირად და ჩხუბობს, განიკითხავს და ცუდად იქცევა. ვეუბნები, შვილო, მოდი რა, ჯობია ხორცი ჭამო, ვიდრე ესეთი მრისხანე განკითხვაში იყო და ასე შემდეგ. რომ პირიდან შემავალი კი არ შებილწავს ადამიანს, პავლე მოციქული გარკვევით ამბობს. პირიდან შემავალი არის ხორცი ამ შემთხვევაში, ხო? პირიდან გამომავალი რა არის? განკითხვა, ხო? ასე რომ ჯობია, ნაკლები ცოდვა არის ხორცის ჭამა, ჩემი აზრია, შეიძლება ვასაბუთებ ხო ამას? ანუ პირიდან შემავალი არის ხორცი, რომელიც მარხვაში არ შეიძლება, მაგრამ მარხვაში ხორცს თუ არ ავჭამ, მაგრამ განვიკითხავ პირიდან გამომავალი ბილწავს მე. ჯობია არც ერთი არ გავაკეთოთ, მაგრამ თუ არ შეჩევათ აგვაქვს საქმე, აი მაგალითად თამბაქოს ეწევა ადამიანი მარხვაში, მაგრამ ყველაფერს იცავს, ნუ შვილო, ხორცი რო ჭამო შენ ახლა მარხვაში, ნაკლებ ზიანს მოგიტანს ვიდრე თამბაქო. ხო? ხა ზოგი ფიქრობს თამბაქო არის ცოდვა, არ არის ცოდვა, რა შენ სხეულს აყენებს ზიანს? ის არის სოდვა. ანუ შენ გაზიანებს თამბაქო, კოლოფსი აწერია რომ კლავს, ხო? ამიტომ პირიდან გამომავალი ცოდვა არის განკითხვა და პირიდან შემავალი ცოდვა მარხვაში არის ხორცის ჭამა. საერთოდ არც ერთი არ არის კარგი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჯობია, ნამდვილად ჯობია, რომ ღმერთი ამის გამო
არ დაგვრჩის რომ ხორცი უჭამე, მაგრამ გეტყვის რომ ვინ გეკითხება შენ, რომ ჩემ მონას რატომ განეკითხავ? კარგად დაუკვირდით. ღმერთის მონა არის ყველა ადამიანი, ხო? მე ხდება ღმერთის მეგობარი. და შენ, კაცო, შენ თვითონ მონა, რა უფლება გაქვს, რა ვინ გეკითხება? ის რატო წავიდა იქ, რატო აცვია ეს, რატო საუბრობს ასე, რა შენი საქმეა? სრული სამართალი გააჩნია მხოლოდ და მხოლოდ ღმერთს. ღმერთმა იცის ყველაფერი, ვინ, როდის, რატო, როგორ და რისთვის. და შენ დაინახე, ერთ პატარა პატერიკს მოგიყვებით და მიხვდებით ყველაფერს. ამბა დოროთე, ასევე დავძენ რომ დამწყებმა ქრისტიანებმა, ან ვინც დიდი ხანია დადის, მაგრამ ბევრი რამე არ იცის, ამბა დოროთეს სწავლანი ალილოში შეგიძლიათ შეიძინოთ. ასეთი რამე წერია. მონასტერში ბერებმა დაინახეს, რომ ერთი ბერი მესერზე გადახტა და რაღაცას გაიქცა. ერთმა თქვა, საწყალი მრუშობის ცოდვამ შეიპყრო. მეორემ თქვა, რომ ეტყობა მოსაპარავად წავიდაო, რაღაც უნდა მოიპაროსო. და მესამემ თქვა, რომ რა გინდა, უნდა რომ ფარულად სიკეთე გააკეთოსო. ვინც როგორი იყო თვითონ, ის იფიქრა იმ ადამიანზე, რომელიც მონასტრის მესერზე გადახტა და რაღაცას გაიქცა, ხო? მაშინვე იმ ადამიანმა ის გაიფიქრა, რასაც თვითონ აწუხებდა. მორალი, ჩვენ სხვა ადამიანებზე ვამბობთ იმას, რაც ჩვენ თვითონ ვართ. რაც თქვა პეტრემ პავლეზე, პეტრეზე მეტი გავიგე, ვიდრე პავლეზე. ადამიანზე რას ამბობენ, იმით კი ვერ გაიგებთ ადამიანი როგორია. თვითონ რას ამბობს ადამიანი სხვაზე, ამით გავიგებთ ის როგორია. და დააკვირდით, ხო? ადამიანი რომელიც თავდაბალია და მოსიყვარულია, ან ჩუმად არის, ან არაფერს არ იტყვის, ხო? ის ვინც ეგოისტია, ამაყია და მრისხანია, მაშინვე არაფერი არც ოპოზიცია მოწონს, არც პოზიცია მოწონს, არც ერთი პოლიტიკოსი, არც ერთი მოსაწონი მთავრობა იმისთვის არ მოვიდა, მოკლედ არც სოლი მოწონს, არც ქმარი, არავინ არაფერი არ მოწონს რა. რატო? თვითონ აქვს პრობლემა და იმიტომ გონახეთ, ხო, სამივემ თქვა სხვადასხვა რაღაც. იმიტომ რომ თვითონ აწუხებდა მრუშობა, თვითონ უნდა იმას ქურდობა და იმან წარმოვიდგინე, ეტყობა ჩუმად უნდაო რომ სიკეთე გააკეთოსო და იმიტომ იპარებაო ჩუმად. ეხლა ჩვენ დაუკვირდეთ, ხო? აი მოდი დილიდან, ეხლა რო გათენდება, ავიღოთ პასტა და ფურცელი, რა აზრები მოგვივა თავში და რას გავაკეთებთ, საღამომდე ჩავიწეროთ. რო წაიკითხავთ, შეგეშინდებათ ისეთი რაღაცები იქნება იქ დაწერილი. ან მოდი ერთხელ ახსარება, აი თქვათ, ხვალ უნდა ვეზიარო და დავწერო, აი დედიკო, მამიკო, გთხოვ რა, შენ რა აზრის ახარ ჩემზე დამიწერე რა. ოღონდ აი ესე ხათრით კი არა, ჩემი ძვირფასი შვილი და ყველაზე კარგი ხარ. არა. აი დედა, შენ რა არ მოგწონს ჩემი დამიწერე რა. მამა რა არ მოგწონს ჩემი დამიწერე რა. აი ძმაო ან დავა დამიწერე რა. აბა მერე წაიკითხე. ეს იქნება იცით როგორი ახსარება და მიხვდები რომ დედა გეფერება, მაგრამ ხშირად გული ატკინე. აი მამა არ გიყვირის, მაგრამ ძალიან ბევრჯერ იყავი დასაყვირი. ხო, შენი ძმა გითმეს, იმიტომ რომ ძმა არის და ამ დროს ბევრი რაღაცა არ მოწონს. მაგრამ ოჯახში არ ვეუბნებით, ხო, სანამ ჩხუბი არ მოგვივა, ხო, ჩხუბში მე როგორც ვთქვათ, წამოისვრიან ხოლმე რომ აი შეასეთო, შეისეთო. აი რჩევას ვაძლევ ახალგაზრდებს, რომ ოჯახის წევრებს სთხოვონ, რომ დაწერონ სიმართლე მასზე. და მე წაიკითხონ. თუნდაც ისე არ დაწერონ და არის ძმა არის თუ ვინ არის, უბრალოდ ავტორი არ მიუთითონ და ისე დაწერონ. ისეთ რა საინტერესოა, მე მივეცი მრევლს კურთხევა და ისეთი ახორთოვანებულები მოვიდნენ და ბევრი რამე შეცვალეს მე ცხოვრებაში. ძალიან საინტერესოა. მარტო ის არ არის რომ ხა წიგნი ამოვიღე და ამ პარტავნებით, მრისხანებით, ამით იმე გავიგე, ხო ეს უკვე ყველამ ვიცით რა არის ამ პარტავნება, ხო? ეგეც არ ვიცით კარგად, მაგრამ ნუ ზოგადად ვიცით ამ პარტავნება. ნუ იციან სიმბოლოდ რომ ამ პარტავნება არის ყველაზე მთავარი და იწყებენ რა თქმა უნდა ამ პარტავნებით. მოიცა. რას ნიშნავს რა თქმა უნდა ამ პარტავნებით? აბა შენში ეგეც ამ პარტავნებაა რომ შეიძლება იმ დონის ამ პარტავანი არა ხარ და შენი თავი გონია ძალიან მაღალი დონის ამ პარტავანი. და არა ხარ ამ დროს ისეთი მაღალი რანგის ამ პარტავანი რა. იქაც ამ პარტავანი ხარ და გინდა რომ
მაღალ დონეზე იყო ამ პარტავნებაში, ხო? ყველაზე მაღალ ამ პარტავნებაში არაც მინდა სულია, ხო? იქაც კიდევ რანგები არსებობს. ხო და აი ამიტომ არ არის საჭირო ის რომ რაღაც ესეთი სიმბოლური, მექანიკური აღსარება მოვამზადოთ რა. წირვაზე სანამ წამოვალთ, გააჩერე დედიკო და უთხარი დედა, ეხლა წირვაზე მივდივარ და მაძლევ კურთხევას რო ვეზიარო. ა დედა გეტყვის ხო რა ვიცი შვილო, კი ეზიარე, მაგრამ არა დედა სიმართლე მითხარი რა. აი ამ კვირაში რა გაწყენინე? აბა მითხარი, ჩქარა მითხარი რა გაწყენინე? აუცილებლად გეტყვის დედიკო. ან მამიკო ხვალ ვეზიარები, გეხვეწები მითხარი რა, აი ამ კვირაში რითი შეგაბეზრე თავი, რა იყო არასწორი. აი ნახავთ, როგორ შეიცვლება ჩვენ ოჯახში გარემო და როგორი ურთიერთობა გვექნება. აი ერთი გოგონა მივიდა ფსიქოლოგთან და ეუბნება რომ სახშიო დედა მეჩხუბებაო, მამა მეჩხუბებაო, ჩემი ძმაო ზედ არ მიყურებსო. ამ ფსიქოლოგმა უთხრა რომ შვილო სახში რომ ეხვალო, დედას კითხეო, დახმარება ხო არ გინდაო, მამას კითხე ყავა ხო არ მოგიდუღო და ძმას უთხარი რომ შოკოლადი მიუტანეო. და მივიდა ეს გოგონა ესეთი კარგად მომზადებული, დედიკო ნიჟარაში ჭურჭელს რეცხავს, მივარდა დედიკო მე დავრეცხავ რა. ეს დედამ ესე გამოხედა, ხო კარგად არისო ჩემი შვილი. მამიკოსთან მივიდა კომპიუტერთან არის მამა და მამა ყავა ხო არ აგიღო, მამა ესე გაშტერებული მოხედა. და ძმასთან მივიდა და აკოცა და უთხრა, აი შოკოლადი მოგიტანე, ძმა წამოხვდა და გავარდა დედა, მამა ხო კარგად არის ეს რა ჭირს. გესმით, რა მარტივია რომ ადამიანები გავახაროთ, ხო? და ამ დროს ზოგი რო უნდა ეზიაროს, არც სახს დაალაგებს. საერთოდ აბა გაჩუმდით, გამორთეთ ტელევიზორები, ელოცა უნდა წავიკითხო. და ის უთა ფარისევლები რა. ამ დროს მამამ მეუთხეს, ადი შვილო პური ამოიტანე, ადროს პურის ამოტანა მელოცები უნდა წავიკითხო. შეგიძლია გაწყვიტო ლოცვები, წახვიდე პური ამოიტანო, ან ნაგავი გადაყარო, ღმერთი ასად არ გაიქცევა და მერე გააგრძელო ლოცვები, ხო? მაგრამ ჩვენთან როგორ არის? აუ, თქვენ ჯოჯოხეთში მოხვდებით, თქვენ არ მარხულობთ, თქვენ რა იცით, სახარებას არ კითხულობთ, შე რო კითხულობ და არ გეტყობა. შე რო წლებია ეკლესიაში დადიხარ და არ გეტყობა. ელემენტარული თავდაბლობა და სიყვარული რომ არა გაქვს. ერთხელ მოხვედი წირვიდან და უთხარი დედა რამე დამავალე რამე რო გავაკეთო რა. სულ დედა რატო უნდა აკეთებდეს ყველაფერს? სულ მამა რატო უნდა ყიდეს ნაგავს ხო? ერთხელ ხო შეიძლება რომ შენც გააკეთო. წმენა საქმეების გარეშე არის მკვდარი ხო? და ამ დროს რომ მოусმინო, იტყვი რომ ახალი პავლე და ახალი პეტრიო ისე ქადაგებენ და ისე საუბრობენ, მაგრამ საქმეზე რომ მიდგება, ხო? არც არაფერს არ აკეთებენ. და ჩვენი ქრისტიანობა თუ ოჯახში არ გამომჟღავნდა პირველ რიგში, ეკლესიაში ყველა კარგები ვართ, ხო? ეკლესიაში ყველა ესე ფეხისწვერებზე დადიან და აიმე შემინდე, ხომ არ დაგეჯახეთ და რამე ხომ არ გაწყენინეთ, ამ დროს პირვათად ხედავს ადამიანი, ხო, საერთოდ რა საჭიროა ზედმეტი ესეთი ფარისევლური რაღაც ესეთი ვითომ რევერანსები, ხო? აი სახლში, სამეზობლოში, უბანში ყველაზე ძალიან ვისაც ვერ იტან და ვერ გიტანს, აი იმ ადამიანთან უნდა დაალაგო ურთიერთობა, აი იმ ადამიანთან უნდა მიხვიდე და აგზნობინო რომ მოდი რა ორივე მივქარეთ და მოდი რა ორივე შევრიგდეთ და აღარ გვინდა შენს მართალი შენს ტყუოდი მეც ტყუოდი მაგრამ მე უფრო ძალიანავ ტყუოდი ხო არა შენ მართალი არ იყავი მაგრამ მე გავპატიე იმიტომ რომ ქრისტიანი ვარ არ არის ესე არა ვიღაცამ რაღაცა დაგვიშავა მაგრამ ჩვენი ბრალიც არის იმან რაღაცა რომ დაგიშავა იმიტომ რომ შენს მიგიძღვის წვლილი იმ ადამიანის დანაშაულში და ვერ ხვდები ამას და მაშინვე განიკითხავ და მაშინვე ცუდ სიძახი იმ ადამიანზე. აი რამდენი რამეა ხო, რაც სამწუხაროდ აქამდე ყურადღება არ მიგვიქცევია და მოდი რადგანაც ხვალ დღეს კვირა ძალია და ხვალ წირვაზე მივდივართ, პირველი, რა ვიცი, კადნიერებაში ნუ ჩამithვლით და უახლოეს ტაძრებში წაბზანდით შემოკარგებ. უახლოეს ტაძრებში მიბრძანდით ახალგაზრდებო, ძველგაზრდებო. აი ხვალ გეგმაში სულ არ გქონდათ წირვაზე წასვლა, ხო? რაც ბაზრობაზე მიდიოდით, სადღაცას სათევზაოთ, არც ბაზრობა გაიქცევა სადმე და არც თევზი არ გაიქცევა სადმე, ხო? 2 საათი აჩუქეთ ღმერთს. ნუ ეზიარები, არ ეზიარები, 2 საათი მიდით, ნუ თუ ვერ გაძელი 1 საათი, გაჩერდი, მოისმინე და წამოდი. აი ესე გააკეთეთ და ნახეთ თანდათან როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება. სახე როგორ გაგითბებათ,
როგორ დაწყნარდებით, მოწყენილობაში როგორ აღარ ჩავარდებით, აღარც უსაქმური იქნებით, უკვე გაგიჩნდება ინტერესი, რომ მომავალ კვირას კიდე უნდა წავიდე, იქ ადამიანებს გაიცნობ, ვიღაცამ შეიძლება სამსახური შემოგთავაზოს, მეგობრებს გაიჩენ და ცხოვრება უკვე საინტერესო გახდება. და არის უკვე მე რომ ლიჟბი აქედან წავიდე და რა ქვეყანაში ვცხოვრობო, ხო? ნახეთ, რამდენი ტაძარია საქართველოში მომქმედი, რამდენგან ირეკება ზარი და რამდენი კარგი მოძღვარი ყავს და რა კარგი წირვა ლოცვა ტარდება ეკლესიებში. წადით წირვაზე და მერე წადით, კაცო, საქეიფოთ იქნება თუ ბუნებაში, თუ სათევზაო, თუ ბაზრობაზე. რატო ვიპარავთ? ღმერთმა ხო 6 დღე გვაჩუქა. და ის მე-7 დღე დაიტოვა თავისთვის, უფრო ჩვენი სულიერი სიმშვიდისთვის და სულიერი ზრდისთვის, საკვების მისაღებად. მაგრამ არა, ხო იცით როგორ პასუხობენ თეკლა? არა მცალია მამაო, აიცი, არა, ძალიან მიყვარხარ მამაო, აი გისმენ, მაგრამ აი დრო არა მაქვს რა. ჩვენ დრო ღმერთმა მოგცა სულის ცხონებისთვის. მაგრამ რაში ვატარებთ, ხო? რაში ვატარებთ? აი ესე უქმად და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ყველაზე ძვირფასი რაც ღმერთმა ადამიანს მისცა, ეს არის დრო. და თუ ჩვენ დროს დავკარგავთ ამაო მეტყველებაში, ცეკვათამაში, გართობაში, ისე უცბად მოგვეპარება ამ სოფლის აღსასრული, ან ჩვენი აღსასრული. იცით ხო, რომ ძალიან გაახალგაზრდავდა სიკვდილი, რომ არა ვთქვა არა მაქვს უფლება. ნებისმიერ სასაფლაოზე გაიარეთ, გარდაცვალებულები 40 წლიდან, 50 წლიდან, რამდენი უბედური შემთხვევა ხდება. ჩვენი ნიუსები ხო სულ უბედური შემთხვევებით იწყება. თითქოს კარგი არაფერი არ ხდებოდეს, ხო? ვიღაცა ტყვარში გადავარდა, ვიღაცა მოკლეს. ის სულ არ აპირებდა ტყვარში გადავარდნას. სიკვდილს არავინ არ აპირებდა, მაგრამ უცბად აღმოჩნდა სიკვდილის ხელმწიფების ქვეშ. არც ნაზიარები, არც ნამარხულები, არც ახსარება ქონდა ნათქვამი, რატო? არ ეცალა. და უცბად და ასე მოულოდნელად ასე იციან ხოლმე შემთხვევით, არც მოულოდნელად ხდება რამე და არც შემთხვევით არაფერი არ ხდება. ჩვენ გონია უბრალოდ თუ ეს შემთხვევით მოხდა და ეხლა ვინმე ამ გადაცემას შემთხვევით უყურებს? რაღაცა არ ამგონია, ხო? მაგრამ ვისაც არ უნდა ასკროლავს. მაგრამ მე ერთი ეტყვისო, ცოტა ხანი გაჩერებულიყავი, მოგესმინა, კაცო, რა იყო მოგესმინა წირვაზე, არ მიდიხარ სახარებას, არ კითხულობ, ხო? და იმ ვიღაცა მოდელმა გამონახა 1 საათი ნახევარი შენთვის და არც ეგ არ გაინტერესებს, ხო? რა სად გაიქცევი, შილო? როგორც გინდა ღმერთი უარყო, როგორც გინდა ყველაფერზე უარი თქვა, ხო იცი რომ დაბერდები, ხო როცა იქნება, ხო იცი რომ უნდა გარდაიცვალო, როცა იქნება და არ გაინტერესებს მე რა იქნება, არ გაინტერესებს რა ელოდება შენ სულს, არ გაინტერესებს რა ელოდება შენ სხეულს. ის გაინტერესებს ხო რამდენი გოლი გაიტანა კვარაცხელიამ, ძალიან კარგი, ხო? როგორ წააგო თოფურიამ, რა იყო, როგორია ეს ყველაფერი იცი, ხო? კარგია რომ იცი, მაგრამ ის რატო არ იცი შვილო რომ შურიანი რატომ ახარ? რატომ ახარ სულ მოწყენილი? რატო ჩამოგტირი სახე? ეგ რატო არ იცი? არ გაინტერესებს? არა ხარ გონიერი არსება? არა ხარ თავისუფალი? აღარ ახარ თავისუფალი, იმიტომ რომ ბრავალი ვნების ტყვე ხარ უკვე, ხო? არ შეგიძლია რომ არ მოწიო, არ შეგიძლია რომ არ ჭამო, არ შეგიძლია რომ არ მოიპარო, არ შეგიძლია რომ არ იყვირო, არ განიკითხო. რამდენი არ შემიძლია იქნება, იმდენი მონობის ნაბიჯებია ეს ყველაფერი ჩვენს ცხოვრებაში და რამდენ რამეზეც უარს ვიტყვით, უფრო ნელ-ნელა ჩვენ განთავისუფლდებით სხეულის და რაღაც გარკვეული ვნებების მონობიდან. აი ამიტომ არის მარხვა საჭირო, თორე უყურეთ ეკლა თანამედროვე ქრისტიანი მარხვაში ირჩევს ყველაზე მარტივ ესე თქვათ მოღვაწეობას. რა არის ყველაზე მარტივი? საკვებიდან თავშეკავება. ძალიან მარტივია, ზაფხულია, კიტრი, ბადრიჯანი, კარტოფილი, ხო? სულ არ მიჭირს მამაო მარხვა, ისეთი კარგავთ მარხულობ, არანაირი პრობლემა არ მაქვს. ეს არის მარხვა? ეს არის მარხვა, რა კარგია, ხო? კიტრი, კარტოფილი, მწვანელობიო, მაგრამ შური, ბოღმა, განკითხვა, არა ზიარება, არა ლოცვა, მაგრამ ერთ მარხვას არ აცდენ. ყველა მარხვას ინახავ. მაგრამ არაფერი არ იცვლება, რატო?
არასწორად მარხულობ და გონია ხორცის მაგივრად რომ კარტოფილს მიირთმევ, ეგ არის მარხვა. არა, ეს ერთ-ერთი სახეობაა მარხვის საკვებიდან მოკლება. და რა ბედნიერებაა რომ მარხვა არსებობს, რამდენი ადამიანი უფრო დასნეულდებოდა ამ ზედმეტი ჭამით, რომ არა 4 მარხვა. წელიწადში მარხვა უფრო მეტია, ვიდრე ხსნილი. და ზუსტად ვინც მარხვას ინახავს, მას სხეულში ნაკლები სნეულება ექნება. ნაკლები სნეულება ექნება და თუ სულიერ მარხვასაც დაამატებს, მისი სულიც უფრო გაჯანსაღდება და აი მაგალითად ხო, აი დილით ავდგები და დავიწყებ ახლა ფიქს. მოდი მე დღეს არავინ არ უნდა განვიკითხო. რაღაცა ნიშან შევიბავ ხელზე ან რაღაც ხო? არ გავა 5 წუთი მაშინვე განკითხვაში ჩავარდებ. და რა უნდა ვქნა? ვაღიარო როგორი უძლური ყოფილი ვარ მე რომ ერთი მცნება ვერ შევასრულე და ვის განვიკითხავ? ვის განიკითხავ შესაბრალო? ერთი 5 წუთი ვერ გაძელი, ვერ უერთგულე ღმერთს, რომ სხვაზე ცუდი არ გეთქვა და შენ ვიზე რა გაქვს ათქმელი, ხო? და მიხვდები როგორი უსუსური ხარ და თუ გონიერი ხარ, თავს დაიმდაბლებ და იტყვი მართლა აღარ განვიკითხავ არავის, იმიტომ რომ მე თვითონ სოდვილი ვარ და რა უფლება მაქვს რომ სხვა ადამიანები განვიკითხო. აი რა არის მარხვაში მთავარი. აი რაზე უნდა ვიმუშაოთ ჩემოკარგებო, რაც ყველაზე ძალიან გვაწუხებს, იქიდან აი დედაცოდვა ქვია რა. ზოგი გემოთ მოყარია, ხო, ზოგი მრისხანია, ზოგი ზარმაცია, ზოგს მრავლის მეტყველება უყვარს, ხო? ყველაზე ძალიან რაც გაწუხებს, იმ ცოდვიდან უნდა დაიწყო გამოსვლა. იმიტომ ის დედაცოდვაა და ნაჯუჯხე წარმოვიდგინეთ, სათამაშოებია იმაზე ასხმული, ხო? და ყველა იძახის ამ პარტაუნება გასაგებია, მაგრამ კონკრეტულად ამ პარტაუნების რომელ სექტორში ხარ, რომელ განყოფილებაში ხარ, ხო უნდა დააფიქსირო არა? ესე მარტივია, მიხვედი ექიმთან და ეუბნები, ავადა ვარ, გავიგეთ ბატონო რომ ავათა ხართ, მაგრამ კონკრეტულად რა გაწუხებს? ავათა ვარ. რა გაიგოს ექიმმა კაც რომელი ექიმი გჭირდება, ხო? დიაგნოზის ასია ჩვენთანაც, ხო ესე მოვლენ და მამაო ცოდვილი ვარ, არა ვიცი რომ ცოდვილი ხარ გეტყობა, მაგრამ აი რა გაწუხებს, აი კონკრეტულად რა, მოდი დავიწყოთ გამოკვლევა, ხო? ანამნეზა მითხარი შენი სულიერ. არა, ესე უნდათ რომ მარტივად ზიარება მიიღონ და იქავე ფურცელი და აბა მიდი და всё, ვეზიარები, ყველაფერი კარგად არის. გავიგე თუ დრო არა გაქვს, მაგრამ თვეში ერთხელ მიდი მოძღვართან, ჩამოჯექი, ესაუბრე, გენერალური აღსარება ჩააბარე, ხო? მოუყევი შენი სულიერი ისტორია, შენი სულიერი ბიოგრაფია, როდის თქვი პირველი აღსარება, ვინ იყო შენი პირველი მოძღვარი, რომელ ტაძარში ეზიარე, რომელ სოფელში დაიწყე სიარული ტაძარში, სულიერი ბიოგრაფია და სულიერი რა ვიცი, მეტრიკა. ხო საინტერესოა რა, მაგრამ ესე უცბად ზოგმა თავისი მოძღვრის გვარიც კი არ იცის. რომ ვეკითხები ვინ არის შენი მოძღვარი, აი ის იცით რომელი მოძღვარია მამაო, აი გძელი წვერები აქვს და აი ძალიან ბევრმა გეცინდებათ ეკლა, მაგრამ ძალიან ბევრმა არ იცის, არ იცნობს მოძღვარს. უბრალოდ ჭირდება რომ მივიდეს ხანდახან, ესე ცოდვები მიაყაროს, ეზიაროს და მერე მოკურცხლოს. აი ეგ არის ეკლესიური ცხოვრება და ვერ ხვდება რომ დრო გადის და ისეთია, როგორიც იმ მარხვის წინ იყო. აი მარხვა რო დასრულდება, ხო, კალენდარს კი არ უნდა უყურო, როდის დადგება 12 ივლისი, რომ აი დაპატიჟებული ვარ მაგარ სუფრაზე და აი ესე და ისე. არა, ყველა გონიერი ადამიანი ანალიზს გააკეთებს, ხო, რაღაცა რომ დათესა, ან გათოხნა, ან კულტივირება გაუკეთა, რომ კაცო, ერთი თვე მე ვიყავი მარხვაზე და რა შედეგი მაქვს? სარკეში ჩაიხედება და წონაში დავიკელი, ხო? ეს არის წონაში და ჯერ ეგეთი ვერ დაიკლებ წონაში. და არ უნდა დაფიქრდე, თვეზე მეტი არის მარხვა. ეს მარხვა თვეზე მეტია, ხო? და გააკეთე ანალიზი რა, რომ რა შედეგები მოგცა მარხვამ. ერთი ცოდვა მაინც შეამცირე და თუ არ შეგიმცირებია, ჯობია ხორცი გეჭამა მართლა,
ვიდრე ისეთი დარჩენილი იყავი, როგორიც მარხვამდე იყავი. აი ვიცი, შეიძლება ინვესტორმა მკაცრად მოგეჩვენოთ ჩემი ნათქვამი, მაგრამ მოყარეს პირში უძახეო, ვიდრე მტერს პირს უკანაო, ხო? ესეა ჩემოკარგებო. რამდენი ადამიანი იტყუებს თავს. ძალიან ბევრჯერ გამიგია, რომ ჩემი მეზობელი სულ მარხვაზეა, სულ ეკლესიაში დადის, მაგრამ ისე იწევლება, ისეთ მდგომარეობაშია, პურზე რომ მიხვიდე, ნახევა პურს არ გასესხებს. არ გაგიგია თქვენ ასეთები? აი ჩემი მეზობელია ასეთი, აი ჩემი კარის მეზობელია, სულ ეკლესიაშია, მაგრამ გამარჯვებას არ ამბობს. არ იღიმება, არ მეკითხება, არ მომიკითხავს და ელემენტარული რაღაც, მაგრამ თავსაფარს დაიფარებს და მირბის წირვაზე. ცოტა ხანი შეყომდი, იქნება ვინმეს რამე ჭირდება შენგან. მიიხედე, მოიხედე, ხო? მაგრამ არა, აი ფარისევლები, ხო, ის ცნობილი იგავი, სამარიტელის იგავი, ჩაიარა ღვდელმა, არ მიაქცია ყურადღება, ჩაიარა ლევიტელმა, ანუ ღვთისმსახურებმა ჩაიარეს და ავაზაკებისგან ნაცემი, ნაბეგვი ადამიანი ვერც კი შეამჩნიეს. რატო? წირვაზე მიდიოდნენ, მსახურებაზე მიდიოდნენ. ის რომ ყოფილიყვნენ მორწმუნეები, გაჩერდებოდნენ აუცილებლად და იმ ადამიანს წამოაყენებდნენ და დაეხმარებოდნენ, მაგრამ არა. რამდენია ახლა ასეთი, ხო? ძალიან ბევრი. აი თქვენ წარმოვიდგინეთ ეკლა რა, რამდენი ადამიანიც ეკლესიაში ახლა დადის და თავს თulis მორწმუნედ. ყველა რომ მართლა იყოს მორწმუნე და ქველმოქმედი, დღეს არც ერთი ადამიანი მშიერი, გაჭირვებული არც ერთი ადამიანი არ იქნებოდა. ჩვენ თავრობას კი არ უნდა მივაჩერდეთ, აი თავრობა და შენ ხო გაქვს სახში 5 პური, ერთი გაუტანე მეზობელს. უკვე რომ ატყობ, რომ ის საჭმელი გადასაგდები იქნება მალე და ვერ ჭამენ შენი შვილები, ლამაზად დაალაგე თეფშზე და გაუტანე იმ მეზობელს, რომ იცი რომ არა აქვს, მრავალშვილიანია, ან მარტო ცხოვრობს. არა. არა, იმდენად ამაყები ვართ, რომ ამბობენ, რომ ამას არ იკადრებს ის და როგორ შევკადრო და ნაგავში ისვრიან მერე, ხო? სმენა საქმეების გარეშე არის მკვდარი. ეს არის ისეთი სიტყვები, რომელიც თავდაყირა აყენებს ყველაფერს და ძალიან ბევრი ადამიანი ამას არ კითხულობს და არ ესმის. რომ მარტო ლოცვა, მარტო მარხვა, მარტო წირვა, მარტო სახარების კითხვა ეს ფარისევლებსაც შეუძლიათ, მაგრამ აი ქველმოქმედება და საქმეში ოღონდ რო გააკეთების კი არა, სელფები კი არ უნდა გადაიღო, რომ აი ეს და არა, ისე რომ არც არავინ არ იცოდეს. არც არავინ არ იცოდეს, იმიტომ რომ აი თუ ადამიანი აქავე დავზენდა, მეგონი უკვე ნენლად დასასრულისკენ წავიდეთ, უყურეთ, თუ ადამიანი სიკეთეს აკეთებს და ელოდება, ესე იციან ხოლმე, ვერ დავანახე, რამდენჯერ გაუკეთე სიკეთე, თვითონაც ტყუის უკვე ამას რო იძახის. ვინც მართლა გულით აკეთებს სიკეთეს, ის გახარებულია, რატო იცით? სიკეთის კეთება ისწავლა და ღმერთს მიემსგავსა, ამით არაფერი აღარ უნდა მეტი, ამაზე მეტი რა უნდა გინდოდეს, სიკეთის კეთება ისწავლე. მაგრამ ვინც სიკეთის კეთება კი არ ისწავლა, აკეთებს იმიტომ, რომ საზღაური მიიღოს და რო ვერ მიიღოს საზღაური, აუ, ნახე, ამას მე აღარ გაუკეთებ სიკეთეს, ვერ დავანახე სიკეთე და ასე შემდეგ. რა ვერ დაანახე კაცო, ღმერთი ხო ყველაფერს ხედავს არა, მაგრამ არა, შენ იმიტომ გააკეთე სიკეთე, რომ ის მოვიდეს, რევერანსები გაგიკეთოს და თქვენ რომ არ გაგაკეთებინათ სიკეთეებში ერი მოკვდებოდი და აი თქვენ გინდა რომ ქებადიდება გინდა და იმიტომ და თუ სიკეთეს აკეთებ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ ღმერთის შვილი ხარ, ძეობილი ხარ ღმერთის და ეს შენ გახარებს აი ეს არის ნამდვილი სიკეთე, იმიტომ რომ სიკეთის კეთებით უკვე შენ მიემსგავსე ღმერთს, რომლის ხატებისაებ და მსგავსებისაებ ხარ შექმნილი. აი ეს უნდა გვახსოვდეს ყველას. აგემშვიდობებით. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა ჩვენი მაყურებელი დალოცოს, შენ პირადად თეკლად დაგლოცოს ღმერთმა, შენი ქალიშვილი ანა მარია, შენი ემიგრანტი დედიკო რიტა დალოცოს ღმერთმა, ახლა ვიცი რომ გვიყურებს, ან ვიდეო ჩანაწერს მაინც ნახავს, ყველა ჩვენი ძვირფასი ემიგრანტები, ყველა პატიმარი, მსჯავრდებული, ყველა სნეულებაში, უძლურებაში, ყველა ჯარისკაცი, ყველა პოლიციელი და ყველა ადამიანი, ვისთვისაც ჩვენი საუბარი ოდნავ მაინც საინტერესო იყო. ყველა დალოცვილები გამყოფოთ ღმერთს. ძალიან დიდი მადლობა.
მე რამდენი თლება მართლაც არის. კიდე ჩემლებს ვიკავად მესამედი დამემართა. მადლობა უფალს და მადლობა თქვენ. მადლობა მამა, მშვიდობიანი ღამე ხალხმა, მადლობა თვითონ. ხვალ მივდივართ ყველა წირვაზე. აუცილებლად. დროებით.